მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის შემდგომი ეპიზოდის ჩაწერას, რომლის სასაუბრო თემაც დღეს მე და საბამ შევარჩიეთ დანაშაული და სასჯელი. რატომ ეს თემა? იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე დღეს, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ არსებობს დანაშაულები, ვინ წყვეტს რა არის დანაშაული და რა არ არის დანაშაული და რატომ ინიშნება დანაშაულებისთვის სასჯელი. და ნებისმიერი ქმედება, რომელიც გავს ერთი შეხედვით დანაშაულს, შეიძლება თუ არა ავტომატურად მიჩნეული იქნეს დანაშაულად და რა არის ის გარკვეული სტანდარტები, ან წესები, ან კრიტერიუმები დადგენილი ადამიანის უფლებათა კუთხით კონსტიტუციის მიერ, რომლის არ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არ შეიძლება რაიმე ქმედება შერაცხული იქნეს დანაშაულად. ანუ სხვა სიტყვებით ვთქვათ, სახელმწიფოს არ შეუძლია ყველაფერი დანაშაულად გამოაცხადოს, ხო, ეს ესეთი მისი მიხედულობის სივრცე არ არის აბსოლუტური და თავისუფალი. სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ ალბათ, თავად ბევრ კომპონენტს მოიცავს პატარ-პატარას ალბათ და მათ შორის ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როცა მავანი ამბობს ხოლმე, რომ აი ბატონო კანონში ეს წერია დანაშაულია და ეხლა რა ვქნათ, აბა არ უნდა დავსაჯოთ ადამიანები, როცა ამავე ადამიანს, ან ამავე ადამიანთა ჯგუფს შეუძლია თავად ჩაწერონ კანონში რაც უნდათ. და ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ადამიანები ამის გამო იქნენ ეს თქვათ პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ ხო კანონის უზენაესობაზე, სამართლის უზენაესობაზე და იქაც შევეხეთ ამ თემებს, მაგრამ მე მგონი დღეს უფრო მეტად და უფრო დეტალურად შეგვიძლია ამ საკითხებზე ლაპარაკი. მათ შორის ღვინის თანხლებით, რომელიც დღეს გასამდა და ისევ საბამ შეიძინა, მოიტანა ღვინო. ნახოთ თუ გასამდება შენი გამოცნობილი ღვინოების რაოდენობაც, იმიტომ რომ წინა ორი ძალიან მარტივად და ძალიან ზუსტად გამოიცანი და ხდება ეს. აი ხო არ ვიცი, ნახოთ მე გამოცნობა ეხა არ არის თავარის მიღწევა. ჩვენი მსმენელის და მაყურებლის გასაგონად მართლა არც ანუ ბოლომდე შემიძლია თითქმის დარწმუნებით თქვა ეხლავე რა. აბა თქვი თავკვერი უნდა იყოს ჩემი აზრით. თავკვერი არის ნამდვილად. პირველი ვისი არის როგორ გამოიცნობ, მაგრამ ნუ ჩემი აზრით მაგას ნენდელა საიდან არის და ასე შემდეგ, ხო. მე თავკვერი იმიტომ გავარჩიე, რომ ვინც მაინც ვიტყვი, რომ შენ გამასინჯე თავკვერი სულ პირველად და ის თავკვერი შენი თავკვერი ჩარჩენილი მაქვს და შენ თავკვერს აღარ ასხამ ხო როგორც ვიცი, მაგრამ ციცკავს და 22 წლის მოსავალი გქონდა თავკვერის, რომელიც შავიჟი. ნუ ეგ მე ცალკე ჩემი გონიობს. ის ღვინო გადასა. ნუ თავკვერია, ეხლა მეც ამ ეტაპზე გავჩერდეთ და მე და კი ბატონო, მას ვქნა. გადავიდეთ, ესე იგი მაბატი ესე უცებ რო გავხსენი. გასამდა მაშინ ესე რო თქვა. კი, თავკვერი. ესე რომ ხო, თავკვერი არის ქართლის ჯიში, თქვათ, გამორჩეული ნამდვილად და აი ეს რაღაც ჯიშური არომატები არც ედღვინოს არ გავს, ფაქტობრივად ძალიან ძნელია სხვაში აგერიოს და ნუ არის კიდეც თავკვერთან ერთად ხიდის თაურს ეძახიან, თავკვერს და კიდე ერთ-ერთ ყურძენს ერთად აყენებენ ხოლმე და იღებენ ღია ვარდისფერ ღვინოს და ესეც არის ცალკე, მაგრამ ეს ხა სულ თავკვერია ცხადია. კი, მაგურ შორის ვარ. საკით თუ ვიტყვით, ახალგაზრდა ღვინო უნდა იყოს 3 წლამდე ალბათ, შეიძლება უფრო ნაკლებიც. ეგეც სწორია. ხო. არომატები ძალიან ისეთია, წითელი ხილი, ეს არის ცოტა გაიხსნას კიდე უკეთესი გახდება ჩემი აზრით. კი ბატონო. წინაზე ვლაპარაკობდით კუნძულზე, პრინციპში ხო, კუნძულზე, სადაც რაღაცა 100 ადამიანი ცხოვრობდა, ჩამოყალიბდა რაღაცა საზოგადოება, რომლებიც შეთანხმდნენ სახელმწიფოს დაარსებაზე, იქ რაღაცა წესები შეიმუშავეს, პარლამენტი შექმნეს, მთავრობა, ასე შემდეგ, რაღაცნაირად საჯულები რიზიკო და მეორე არ მახსოვს რა ერქვა, მოკლედ ყველა დაასაქმეს აქეთ-იქით და ძალიან ესე ახლოს ჩაუარეთ, მაგრამ არ შევხებივართ ბოლომდე იმ საკითხს რა ხდება მაშინ როცა წესები ირღვევა, როცა ერთი ადამიანი მეორეს წაართმევს მის ქონებას, ან თავს ჩარტყამს ქვას, ან რაღაცა ცუდს ჩაიდენს. რა ხდება მაშინ როცა დანაშაული არის ჩადენილი და ცოტა დღეს მაგაზე ვილაპარაკოთ და ცოტა უფრო შორს რო წამოვიდეთ მანდედან. ხო, რა ხდება რო გავანებოთ თავი, რა არის დანაშაული, აქედან რო დავიწყოთ, რას ვუწოდებთ დანაშაულს და რატომ გგონია, რომ რაღაცა ქმედება, რომელსაც ადამიანი ჩაიდენს, ეს იმსახურებს დასჯას. იმსახურებს ნეგატიურ შეფასებას, გაკიცხვას საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან, ხო? აი, დღეს გქონდა
ეგეთი შემთხვევა, რომ ადამიანები გამოასახლეს თავიანთი საცხოვრებლიდან, ხო, რომელიც მათ ლეგალურად არ ეკუთვნოდათ, მაგრამ მეორე მხრივ ისინი არიან დევნილები 32 წლის განმავლობაში სახელმწიფომ მათ აღებული ვალდებულების მიუხედავად არავითარი ალტერნატიული ფართი არ შესთავაზა. და ჩვენთვის ყველაზე მძიმე იყო ბავშვების ყურება, რომლებსაც აყურებინეს, როგორ ხდება მათი მშობლების, მათი ნივთების გამოყრა, გამწარება, დაკავება, მოგვიანებით. ისევ შევახო მარტივად და ზოგადად ხო ხარ როგორ ძალიან მძიმე საყურებელია. და ვინ არის, აი ვინ ჩადის დანაშაულს ჩადიან ეს ადამიანები თუ დანაშაული შეიძლება სხვაგან მოძებნოთ. ხო, აი რა სახის ნეგატიურ ქცევებს, ან რა სახის ქცევებს ზოგადად რომ ვთქვათ, იმსახურებს რა უნდა დაისაჯოს და რა არ უნდა დაისაჯოს და რატომ ისჯება თან ეს ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზეც სხვადასხვა პერიოდში ხალხი რას ფიქრობდა ხო ჩვენი ხალხი შესაძლოა წარსულიდან უნდა ამოვყვეთ იმიტომ რომ თავიდან დავიწყოთ ახსნა ძიება საჭელის მიზნების ვთქვათ ნორმა როგორ უნდა იყოს შედგენილი განჭვეტადი რომ უნდა იყოს ქცევა და საერთოდაც ნორმა რომ უნდა არსებობდეს რომ დაისაჯო. ხო ეს ხო პრინციპები ნელ-ნელა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა. ეხლა ადამიანებისთვის რომ გასაგები იყოს, ჩვენ უნდა ვთქვათ რომ იყო ისტორიის ეტაპი, როდესაც ადამიანს რაზე დაგჭირდნენ არ იცოდნენ. საკმარისი იყო ვიღაცის ნება რომ შემოდა დასჭილიყავი და დაიჭებოდი. ამიტომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყო რა უნდა გაგეკეთებინა ან რისი გაკეთებისგან უნდა შეგეკავებინა თავი რომ ვიღაცას არ დაესაჯ. ეს ვიღაც შეიძლება ყოფილიყო ბატონი, ეს ვიღაც შეიძლება ყოფილიყო მეფე, ეს ვიღაც შეიძლება ყოფილიყო სასულიერო პირიც მათ შორის, ხო? ამიტომ აი ეს სასულიერო პირში ინსტიტუციაც შეიძლება ვიგულისხმოთ ეკლესიაც, იმიტომ არსებობდა საეკლესიო სამართალიც მათ შორის მოგვიანებით როცა იწერებოდა, მაგრამ ბევრი ნორმა შეიძლება არ ყოფილიყო სათანადო ცხადი. ადამიანებისთვის, ხო? ან კოდიფიცირებული არ ყოფილიყო და რაღაცა სიტყვიერ ტრადიციით გადაეცემოდა, მაგრამ არ უნდა საზოგადოებამ ეხლა მარტივად რომ ვთქვათ, დღეს თუ კი არსებობს ვარაუდი რომ ყველა ადამიანმა წერა-კითხვა იცის და ყველა ადამიანმა ასევე არსებობს ვარაუდი რომ იცის კანონებში რა წერია, ესეთი პრეზუმპციით არის სახელმწიფო მოწყობილი, ან ესეთი ვარაუდით, ეს ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ გვეთქვა მე-14 საუკუნეში, მე-15 საუკუნეში, მე-13 საუკუნეში, ან კიდევ უფრო ძველ პერიოდში, ხო? თუმცა ჩვენ ვიცით რომ უძველესი სამართლის ძეგლები რომლებიც ჩვენამდე მოუღწევია და არ ვლაპარაკობ ბამწუთას ქართული სამართლის ძეგლებზე, ამასაც შევეხოთ შეგვიძლია, მაგრამ ალბათ ამაზე ცალკეც მოგვიწევს ერთი კარგი პოდკასტის გაკეთება ძველ ქართულ სამართალზე. აი ეს იქნება ხამურაბის კანონები მაგალითად, თუ ეს იქნება რაღაც ძველი ჩინური სამართალი, ინდუეთში სამართლის ნორმები, ძირითადად ესე იგი ეს არ იყო რაღაც დაყოფილი სფეროებად ესე ვთქვათ, მაგრამ ზოგი შეიძლება კერძო სამართლებრივ ეხებოდა ურთიერთობებს, ზოგი სისხლის სამართლებრივ, მაგრამ იყო ეს ნორმები, ხო? მაგათ იცოდი ქურდი როგორ ისჭებოდა, იცოდი მკვლელი როგორ დაისჭებოდა, იცოდი მძარცველი როგორ დაისჭებოდა, ხო? მოძალადე როგორ დაისჭებოდა და ასე შემდგომ. ანუ გარკვეული სამართალი, ხამურაბის სამართალი რო გავხსენოთ, მასში იყო მნიშვნელოვანი თავები დათქმობილი მაგალითად ამ საკითხებს. და ეს რომ სადღაც სამართლად არსებობდა, უკვე იყო წინწასული საქმე, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ სხვებთან შეიძლება არც კი არსებობდა ეს წერილობით და ადამიანების ეპირი სიტყვით გადაწყვეტილიყო, რისთვის უნდა დასჭილიყო ადამიანი და რისთვის არა. და ნუ იყო პერიოდი, ესეც უნდა ვთქვათ ალბათ, როდესაც რატომ ჯით ადამიანს პასუხი იყო, იმიტომ რომ ისინი ღმერთისგან დაწესებულ წესებს არ ღვევდნენ. ცოდვაში ჩავარდნენ, ხო? ხო. ანუ ჩემთვის ესე რომ ვთქვათ რა სისხლის ამბების გამო რა კი მართლა თავიდან მაინტერესებდა ეს რა აი დანაშაული რა არის და მე კარგულად ვიკითხე ხო და ორად იყოფა ჩემთვის დანაშაულის გაგება ერთი აი ესე რო ვთქვა ძალიან ფართოდ რო ვთქვა ერთი არის მე-20 საუკუნემდე ხალხის და მეორე მე-20 საუკუნიდან მოყოლებული რა იმიტომ რომ მე-20 საუკუნემდელი გაგება დანაშაულის იდეაში სამ თავად ჯგუფად შეიძლება დავაჯგუფოთ რა სულ პირველი არის რასაც შენ შეეხედა ეს არის ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი განმარტება რომ დანაშაული ეს არის რაღაცა ცოდვის შედეგი ეს არის რელიგიური განმარტება რომ აი ადამიანი არის არა სუბიექტი არამედ რაღაცა ობიექტი ორი სხვადასხვა რაღაცა სიკეთის და ბოროტების კი არა და უფრო მეტად ეშმაკის და ღმერთის ხო რაღაცა მსგავს ხო აი ანგელოზის და სატანის რაღაცა ესეთი ბრძოლის ასპარეზი და აი თუ სატანა მოიგებს აი მაგიტო ჩაიდინა ესე იგი დანაშაული შესაბამისად ის იმსახურებს
სასჯელს რაღაცა გათავისუფლდეს იმისგან და ასე შემდეგ. ანუ კაცობრიობის ძალიან ისტორიის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ ეს იყო მთავარი არსი დანაშაულის, რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს, იმიტომ რომ ცოდვას ჩავარდა, იმიტომ რომ რაღაცა ეშმაკმა აი მარცხენა მხარზე რო უდგას, იმან აიძულა, ხო? და ყველაზე პირველი ალბათ რევოლუციური გაგება დანაშაულისა არ შემოსულა სანამ ბეკარია და ბენტამი არ ბეკარია და ბენტამ არ დაიწყეს წერა და 19 საუკუნეა კი ბატონო ის მეორე დაჯგუფებასთან რო წავიდეთ ახლა იმიტომ რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვარდათ ლოკის და სხვებს სახელებს არ ჩამოთვლი სპეციალურად აი სახელმწიფოს ისეთი გაგება და ადამიანის ისეთი გაგება რომელიც მას სუბიექტუნარიანობას აძლევდა და ამბობდა რომ აი გიორგი აი საბა ესენი რაღაცა ასპარეზი კი არ არის ესენი არიან ადამიანები რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად რაციონალურად თავისით რაღაცა გაწყვეტილების მიღება და ისინი ამბობდნენ რომ აი ეს სოციალური კონსტრუქტები ხო ეს რაღაცა სახელმწიფოსთან ადამიანს დადებული რო აქვს რაღაცა ხელშეკრულება სოციალური ხო ეს კონტრაქტი თუ არ მოსწონს ან ეს კონტრაქტი თუ ირღვევა მაშინ ის წავა და რაციონალურად ჩაიდეს დანაშაულს ეს იყო მათი გაგება პრინციპში და აი ბევრი საკითხი რაც შენ წერან თქვი რა დანაშაული როგორი უნდა იყოს როგორ შეიძლება დაისაჯოს ბეკარიადან მოდის რაც უნდა უცნაური იყოს მაგალითად აი სიკვდილით დასჯა რო არასწორია ხო ეგეც კი მაგისგან მოდის პირველი იყო ვინც ძალიან მყარად იცავდა რადგან ამბობდა რომ სასჯელის მიზანი ცოტა სასჯელისკენ მივიდივართ მაგრამ სასჯელის მიზანი უნდა იყოს ადამიანის სამომავლო დანაშაულის პრევენცია და ამიტომ აზრი არ აქვს ხო მაგრამ ამ გეტყვიან რომ პრევენცია არა მარტო იმის რაც რომ მან არ ჩაიდინოს არამედ პრევენცია არის სხვებისთვისაც როცა ხედავს ადამიანი ისჯება მაგას ეუბნებოდნენ მაგრამ თუმცა მოსაზრებები სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით რაც უკვე აი მე-19 საუკუნეში ეს იდეა ესე ვთქვათ მწიფდება და ცოცხალი საქართველოს გახდა პირველი სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუციურ დონეზე აკრძალა სიკვდილით დასჯა 1921 წელს. ანუ სხვა ქვეყნებს იყო ქვეყნები, სადაც სიკვდილით არ იჭებოდნენ ადამიანები, მაგრამ კონსტიტუციით აკრძალული, ნუ ჩვენთან ეწერა სიკვდილით დასჯა გაუქმებულია ესეთი ტექსტი. საქართველოს იყო პირველი სახელმწიფო მსოფლიოში. ჩვენ აი სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ჩვენ ხო ეს როგორც საზოგადოებას ქონდა ტოლვა ყოფილიყავით პროგრესულები, რაღაცებში ყოფილიყავით მოწინავეები და აი ძალიან რომ ესმის ხოლმე რომ ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს სხვა მქნარ ჯერ მე აი რაღაც ეს ვერ ვიგებ ეს როგორ არის ქართული რა სულ მგონია რომ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რომ პირველები ვიყოთ რაღაცებში კაი გაგებით ოღონდ არა მარტო წარსულში არამედ აწმყოში და მომავალში პირველობაზეც არა ეს სიკვდილით დასჯაზე თუ ვლაპარაკობთ ანუ თამარ მეფიდან მოყოლებული ხო ეგ არგუმენტი იყო მაშინაც ესა გააუქმეს სიკვდილით დასჯა თამარის გახსენება ოღონდ ეს იყო ტრადიციის გაგრძელება ხო ეს მაშინ შეიძლება უფრო ჰუმანური იყო ეს ვიდრე საჯერის მიზნებიდან გამომდარე საჯერის მიზნებზე ვლაპარაკობთ მე მიუბრუნდეთ და კარგად ავხსნით სამივე მიზანი რა არის და სოციალ ზედა ჭავჭავაცაც აქვს ეს თავის დროს ძალიან კარგად დაწერილი ამ სამი მიზნის შესახებ რომელიც საჯელს შეიძლება გააჩნდეს და პირდაპირ ეხმიანება ამას ილიაზეც ვილაპარაკოთ დანაშაულს რაც შეეხება აი ამ ბეკარიამ 13 თეზისი ჩამოწერა რა რომელთა შორის იყო ეს ერთი რომ სიკვდილით დასჯა არასწორია არ უნდა იყოს რომ პრევენცია ჯობია დასჯას ესეც ამასაც წერდა რომ სხვა პრინციპსაც ეწინააღმდეგება ხელახალ აღზრდას ან გამოსწორებას თუკი მოკალი კაცი რაღაც ცვლი არ ფსარაცული ასევე ბეკარია წერდა იმას რომ დანაშაულზე პასუხი უნდა იყოს მყისიერი რომ პროპორციული უნდა იყოს ეს მანამდე არ არსებობდა ყველაფრის გამო შეიძლება თავი მოეკვეთა თუ მეფე გადაწყვეტდა ხო და მოკლედ აი ამ ბეკარიამაც და ბენტამაც და ბენტამი არის რა ვიცი ჩემი ალბათ ერთ-ერთი ყველა საყვარელი ფილოსოფი აი ლუც რო დალევდი ისეთი ფილოსოფოსი მე მისი მოსწავლე უფრო მოწაფე შენ ვიცი ჯონ სტიუარტ მილია ხო კი ბატონო ხო არა მე აი ძალიან მიყვარს ბენტამი თავის ცხოვრების და ამის გამო მაგრამ ხო ანუ ამ ადამიანებმა თქვეს რომ არ შეიძლება ადამიანებს მოეპყროთ ისე თითქოს მათ სუბიექტუნარობა არ გააჩნიათ, აი გაიგვიძა ერთვენი ერთ დღეს და გადაწყვიტა რომ იყოს ცუდი. არა, ამ გადაწყვეტილებას იგებს რაღაცა რაციონალური ფაქტორების გათვალისწინებით და ამიტომ ქვია. ნუ ბრალთანაც მივდივართ რეალურად ამ საუბრით, ხო, რომ როცა დღეს ბრალზე ვსაუბრობ დანაშაულის ჩადენის დროს, მოდეს ახსნათ რომ ჯერ დანაშაული რა არის და ხო, ეს არის მარწინააღმდეგობა, ანუ პირველ დანაშაულებს სახეზე იყოს მარტო ის რომ კანონში რაღაც ქმედება მარწინააღმდეგობა ბრალი. არ არის საკმარისი. ანუ შენ რომ ჩაიდინე ქმედება, ანუ ჩაიდინე იმოქმედი ან არ იმოქმედე, როცა გევალებოდა რომ გემოქმედა, ეგ არ არის საკმარისი, რომ კანონში რო წერია ეს რომ იმოქმედე, ავტომატურად დანიშნავს შენ დანაშაული ჩაიდინე. ჯერ ხო, ეგეც პრინციპში 13-დან ერთ-ერთი საკითხია, რომელიც კანონის უზენაესობის
კანონირების პრინციპის 4 ნაწილიდან ერთ-ერთიც არის ასევე რომ რა ქმედებას ჩაიდინე რომ დაისაჯო ეგ უნდა ეწეროს სადმე კანონში უნდა იყოს კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული ხო და ის ქმედება ეს აბსოლუტური უფლების ნაწილია თან ესე ვთქვათ სამართალში ხო ანუ პრინციპი არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა არის აბსოლუტური უფლება ანუ ამ უფლებას სინე ლეგე ხო კი ბატონო არავითარი ხო ანუ არავითარი სასჯელი კანონის გარეშე ხო ეგ ნუ მე ეგ ბრალი ჩემოდის ნულა პენესინე კულპა და ესე შემდგომ ხო ანუ ამაში არ შევიდეთ მაგრამ თუმცა ეგ ისეთი უნივერსალური არ არის როგორც კანონი რა თქმა უნდა განსაკუთრებით როცა წვრილმან დანაშაულებს ეხება ან როცა სამოქალაქო საკითხებს ეხება იქაც პასუხისმგებლობის ნაწილი ამაზე მე შეგვიძლია ვისაუბროთ ნახე ესე იგი თავარი არის რომ ადამიანი რო დღეს ადამიანის ქმედებას დაერქვას დანაშაული აუცილებელია პირველი ეს ქმედება იყოს აღწერილი კანონში, როგორც კანონს საწინააღმდეგო, მართს საწინააღმდეგო ქმედება, ხო? ეს არის აუცილებელი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეორე აუცილებელი კრიტერიუმი არის ბრალის კომპონენტი. ანუ ის რომ დღეს შერეული ბრალის თეორია, ხო, ესე ვთქვათ, გავრცელებული შედარებით ჩვენთან, მანამდე არსებობდა პირის სუბიექტური დამოკიდებულება, მერე მოგვიანებით იყო რომ ვთქვათ, გაკიცხადობა, მისი ქმედების შეფასება და ეხლა რაღაც ეს მიქსი გვაქვს ერთგვარად, ხო? ფინალური თეორია გვაქვს. ეხლა დანაშაულის შემადგენლობაზე ეხლა თუ წმიდა სამართლებრივად ვლაპარაკობთ და ჯერ ცოტა ხნით მოვშორდეთ, მაშინ დანაშაული რა არის ესე მსჯელობებს, დანაშაული შედგება სამი კომპონენტისგან. ეს არის ქმედება, მარწინააღმდეგობა, ბრალი. ეს არის გათვალისწინებული სამართლის კოდექსის მე-7 მუხლში. ქმედება არის ის ქმედება, რომელიც მოქმედება ანუ მოქმედობა. კი ბატონო, ორივე შეიძლება იყოს, რომელიც განსაზღვრული არის ამავე კოდექსის, ანუ სამართლის კოდექსის და არც ერთ სხვა კანონში არ შეიძლება ჩაიწეროს რაიმე სხვა რამ რის გამოც დაისჯები. მხოლოდ სამართლის კოდექსში რა წერია იმის გამო შეიძლება დაისჯება. თუმცა შეიძლება მიმთითებელი დისპოზიცია, ანუ უთითებდეს რომელიღაც კანონში არსებული წესის დარღვევაზე და ამიტომ იყოს დანაშაული. ამას უწოდებთ ბლანკეტურ ნორმებს, რომ აი მაგალითად გვაქვს ესეთი შრომის კანონმდებლობის დარღვევა, რომ ადგე წახვიდე შრომის კანონს წაიკითხო და ასე შემდეგ. ეს ქმედება თავისი მხრივ შედგება ორი ნაწილისგან. არის ქმედების ობიექტური შემადგენლობა და ქმედების სუბიექტური შემადგენლობა. ობიექტურ შემადგენლობაში არის ისეთი საკითხები, რაც ყველა მესამე მხარეს ობიექტურ დამკვირვებელს შეუძლია რომ შეაფასოს. ეს არის მაგალითად, როდის მოხდა დანაშაული, ვინ ჩაიდინა, ვის მიმართ ჩაიდინა, რა უფლება დაირღვა, რა ხერხით, რა ვითარებაში იქნა ჩადენილი, მიზეზობრივი კავშირი თუ არსებობს ქმედებასა და შედეგს შორის, საერთოდ შედეგი თუ დადგა და ასე შემდეგ. არ დანაშაული, როცა შედეგი არ ჭირდება. კი, ფორმალური დანაშაულები. მაგალითად, ფრენის წესის დარღვევა არ ჭირდება არავითარი თვითმფრინავის ჩამოვარდნა, თუ ჩაეძინა პილოტს, უკვე დანაშაულია და მორჩა. ხო? ეს არის ქმედების ობიექტური შემადგენლობა, რაც ობიექტურად მესამე პირის მიერ დაკვირვებადი არის. სუბიექტური შემადგენლობა შედგება განზრახვისგან, აი რაც შენ თქვი, რაც არის ცოდნა და ნებელობა. მაგალითად, აი საბასკვიტარძის საქმეზე რო ვისაუბრეთ, ხო? აი ეს სუბიექტური შემადგენლობა ნიშნავს იმას, რომ პირს შეგნებული უნდა ქონდეს, უნდა იცოდეს და უნდა სურდეს ყველაფრის განხორციელება, რაც ობიექტურ შემადგენლობაში არის აღწერილი, ხო? საბასკვიტარძის საქმეზე, რაზეც ირაკლი ძალიან დამაჯერებლად ისაუბრა, გამორიცხული იყო, რომ საბას ცოდნოდა ელემენტარულად, რომ ვიღაცა პირი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელიც ძალიან გავდა ტიტუშკას, რომელიც მოსული იყო ასარევად სიტუაციას და სხვებზე ზემოქმედებისთვის, რომელიც ერთ-ერთ იყო ქალბატონს თავს ესხმის ფაქტობრივად, გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანთან ესე ვთქვათ, კონფლიქტი არ შეიძლება აღქმულიყო მის მიერ სუბიექტურად არ იყო აღქმული, როგორც პოლიციელთან ურთიერთობა. ანუ ჩვენ გვაქვს, კი ბატონო, ობიექტური შემადგენლობა გვაქვს, ვითარება რა არის, ხო? ვიღაცა ნიღბიანი ადამიანი ხელს უთყამს ქალს. ძალიან მარტივად და ეხლა პროკურატურა ედავებოდა, რომ შენ იმ ადამიანს პასუხი რო გაეციო რაღაცნაირად, ხო? პოლიციაზე იძალდებოდა და ზუსტად იმის გამო მოუწიაო პროკურატურას უკან დახევა, რომ შეუძლებელი არის, რომ აი ამ სუბიექტურ შემადგენლობაში ვთქვათ, რომ დღეს პროკურატურამ, როცა ამ პოდკასტს ვიწერთ, თქვა, რომ კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ეს პოლიციელის თავდასხმა უნდა ამოირიცხოს, რაც თავიდანვე ძალიან ცხადი იყო, უბრალოდ მე მგონია, რომ მთელი ამ პროცესის მანძილზე ხელოვნურად წელავდნენ ამ ყველაფერს და ამ უსამართლო
საფრთხო სასამართლოს პირობებშიც კი შეუძლებელი გახდა მათი მხრიდან ამის მტკიცება. ნამდვილად. და ერთ სიტყვით ეს არის თქვენების სუბიექტური შემადგენლობა. ცოდნა და ნებილობა ამის მიხედვით არსებობს სხვადასხვა მიქსი ეს განზრახვის გაუცილებლობის და ასე შემდეგ. და შემდეგ გვაქვს მარცხინააღმდეგობა, რომელიც გეუბნება რომ რაღაცა ქმედების გამო, რაღაც ქმედება შეიძლება ჩაიდინო, მაგალითად, მოკლა ადამიანი, მაგრამ შეიძლება ისეთ ვითარებაში ჩაიდინო, რომ შენ დასჯას არ იმსახურებდე. მაგალითად, ვიღაცა სხვა ადამიანი მოგკლავდა, შენ რომ მოგეგერიებინა, ეგ არის საოცრებელი მოგერიება. და გვაქვს ბრალი, რომელიც არის კიდევ უფრო საინტერესო ამბავი. თუ მარცხინააღმდეგობის დროს სახელმწიფო გეუბნება, რომ შენაც ჩაიდინე, მართალი ხარო, სწორი ხარო, სხვებიც ეგრე მოიქცნენო, ხო? მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს ბრალში ეგრე არ ხდება. ბრალი არის საპატიებელი. როცა მარცხინააღმდეგობა არის გამამართლებელი. ანუ ბრალის დროს, ჯერჯერობით ბრალი არის ინდივიდუალური კატეგორია. და ბრალის დროს სახელმწიფო ადამიანს ეუბნება, რომ შენაც გააკეთე არასწორია. მაგრამ მე უარს ვამბობ შენს დასჯაზეო. რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა, მაგრამ ეს მოიტანა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებამ. ეხლა რატო შეიძლება თქვა უარი დასჯაზე, ხო, ადამიანის? იმიტომ ეს შეიძლება იყოს მაგალითად ბრალუნარიანობის საკითხი, მაგალითად დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანმა, რომელიც არ იცის კარგი და ცუდი. დანაშაული ჩაიდინა ფსიქიკური რაღაც დაავადების მქონე, რომელიც არ იცის კარგი და ცუდი. აზრი არ აქვს ადამიანის გამორიცხავი გარემოება იქნება. ეს ბრალუნარიანობის კი ბატონო. და ბრალის გამორიცხავი გარემოება შეიძლება იყოს ისეთ სიტუაციაში აღმოჩენა, როდესაც მაგალითად საკითხი ეხება თვითონ ამ ადამიანის სიკვდილს. ეს არის ტრაგიკული კოლიზიის შემთხვევები. მაგალითისთვის აი მე-19 საუკუნე რო თქვი, მაგ დროს იყო ესეთი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საქმე, კი, ნავის ამბავი, ეს იყო ბრიტანეთში მოხდა 1840-იან წლებში და ზუსტად ასეთივე ნავის ამბავი მოხდა 20 წლით ადრე ირლანდიიდან მიდიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და მოკლედ ადამიანებმა შეჭამეს ერთმანეთი, პირველ შემთხვევაში ეს დედოფალი სტივენსის და დაძლის წინააღმდეგ და ამერიკის შემთხვევაში გადაყარეს, რომ ნავი არ ჩადა. ხო, და პირველ შემთხვევაში რაც არის საინტერესო გამტყუნდა ეს მეზღვაურები, რომლებიც კანი დაიხოცებოდნენ, რო არ შეეჭამათ ის ერთი და მეორე შემთხვევაში ამერიკულმა სასამართლომ ესე გაამართლა, კი არ გაამართლა, ნუ აპატია რა და თქვა რომ ნუ necessity-ის გამო იყო, ანუ საბა რა უნდა ეკნათ, ხო? ეგეც აჩვენებს ეს ბრალი რამდენი ინდივიდუალური ამბავია. ორი ცნობილი მაგალითი რაც გვაქვს ხოლმე, კარგად მოვყვეთ და კარგად ავხსნათ, რას გულისხმობთ. როცა მე სტუდენტი ვიყავი, ეს მაგალითები იყო პოპულარული მაშინ. პირველი ეს იყო ეს ნავის ამბავი, როცა ნავზე 3 ადამიანია და ნავი გათვლილია 2 ადამიანზე, ანუ მეც ვერ გაუძრებს ფიზიკურად და გარდაულად ნავი ჩაიძირება, ეს უნდა დასტურდებოდეს, რომ ესე არის. ეგ არის არსებითად რა მოხდა, აი იმ საკუთრებაში წლებში. და 2 ადამიანმა გადააგდო მესამე წყალში და მესამე დაიღუპა, ეს ადამიანები აგებენ თუ არა პასუხს ამ ქმედების, ამ მარცხინააღმდეგო ქმედებისთვის. მარცხინააღმდეგო არის კაცი გადააგდეს წყალში და დაიღუპა. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე მაგალითი მოყავდათ ხოლმე ავტობუსის, შეიძლება იცი შენც ეს მაგალითი, ავტობუსის მძღოლი, ტროლეიბუსის მეგონი, ტროლი პრობლემ. მე ავტობუსი არ აქვს, ავტობუსი რომელიც მიდის თავდაღმართში, დაუზიანდება სამუხრიჭე სისტემა, ავტობუსში არის 50-მდე ბავშვი და მძღოლი აუცილებლად გადაიჭეხება თავდაღმართში ხევში და ის დაინახავს რომ ხევის პირას დგას მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანის ხედან და ეჯახება ამ ავტომობილს. ავტობუსში მყოფი ადამიანები ყველანი გადარჩებიან, მაგრამ ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი დაიღუპება. აი ეს 2 მაგალითი, ხო, რო გავარჩიოთ, ესე იგი, პირველ შემთხვევაში პასუხს არ აგებს ის 2 ადამიანი, რადგან თავად ეს 2 ადამიანიც ისე დაიღუპებოდა, როგორც მესამე, რომელიც გადააგდეს წყალში, ნავზე როცაა საუბარი და მეორე შემთხვევაში საუბარია, რომ იმ 2 ადამიანს, რომელიც ისხდნენ ავტომობილში, არნაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ემუქრებოდა 50-ს, მაგრამ არ დარდება ერთმანეთს ადამიანთა რაოდენობა, 50 გადარჩა და 2, რომელსაც არნაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. ანუ ეს არ შეირაცხებოდა, როგორც ან ბრალად შეირაცხებოდა მოკლედ, თუმცა შეიძლება ყოფილიყო რაღაც შემამსუბუქებელი ან რაღაც გარემოებად გათვალისწინებული მისი ეს ქცევა. ხო, საჯერის დანიშნულება. მაგას ქვია კვანტიტატიური უკიდურესი აუცილებლობა, ეს quantitative, ანუ რაოდენობრივი, ხო? ანუ რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის ნაკლები რაიმით, ან მეტი 50 ადამიანზე. თუმცა აი ბენტამ მაგალითად მაგას არ დაეთანხმებოდა, ხო? მაგრამ აი ბრალზე რო ვთქვათ მაშინ, ხო? აი რატო ვახსენეთ ეს 2 თუ ეს ტროლეიბუსის პრობლემა ფილოსოფიური
სოციალური ექსპერიმენტი უფრო არის. ეს ამბები მართლა მოხდა, ანუ 1820-იან წლებში ირლანდიიდან ამერიკისკენ მიმავალი გემი მართლა ჩაიძირა და ერთმანეთი გადაყარეს. ეს არის United States versus Holmes შემთხვევა და მეორე ამბავი ეს არის დედოფალი დადლისა და სტივენსის წინააღმდეგ საქმე, როცა სამ მეზღვაურმა მეოთხე შეჭამა. ამ ეს ორი საქმე არის პირველი, რასაც ვუყვები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ეს ადამიანები გამართლდნენ, მეორე შემთხვევაში გამტყუნდნენ და არა არსი არის ერთი და იგივე, ხო? ანუ შეგიძლია თუ არა შენ დააზიანო ვიღაცა მეორე, მესამე ადამიანი, რომელიც შენ არაფერს არ გიშავებს, არც შენ მიმართ აგრესიას გამოხატავს, არაფერი საერთოდ. და იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქედან ჩანს რამდენად განსხვავებულია შენ ამერიკის სისტემაც ძალიან კარგია, ბრიტანეთისაც ძალიან კარგია, მაგრამ შენ როგორც ავიცი მე ადვოკატი გახდები, პროკურორი თუ ასე შემდეგ, შენ შეგიძლია იქიდან მოიტანო ერთი მაგალითი, მეორეს დააკნო და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ სახელმწიფოს ჩვენ არ ქონია ესეთი შემთხვევა. და როცა გვექნება საინტერესოა ეს ტრაგიკული კოლიზიის შემთხვევას, განიხილავს სახელმწიფო ბრალის გამომრიცხავად, ანუ აპატიებს იმ ადამიანებს თუ არ აპატიებს დასჯის, მაგრამ სასჯელს შეუმსუბუქებს რა. ეს არის მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანუ ეს სამსაფეხუროვანი სისტემა, რასაც ქვია, ანუ ქმედება, მარცხინააღმდეგობა და ბრალი. რატო დავიწყეთ საუბარი, ხო? ეს ბრალს შევეხეთ. ბრალის საკითხი არის იმ თვალსაზრისითაც საინტერესო, რომ საქართველოს სამართალში და ქართულ სამართალს ეგრებს როცა ვლაპარაკობთ, ყველაზე ძველად ბაგრატ კურაპალატის სამართალი მიიჩნევა, რომელიც იყო თავად ნაწილი ბექას და აღბუღას სამართლის, ხოლო ბექას და აღბუღას სამართლის წიგნი მე ვახტანგ მეექვსე სამართალში იყო თავის დროზე ინტეგრებული, ხო? აი ვახტანგ მეექვსე სამართალში, სადაც ეს რაღაც ერთგვარი კრებულია, ხო, ესე ვთქვათ, სხვადასხვა დროს თავმოყრილი ქართული სამართლის ძეგლების და თქო უნდა მიმატებული აქვს ნორმებიც, რომელიც ვახტანგ მეექვსემ თავად შექმნა, ბრალი არის უკვე გამოკვეთილი. ანუ ბრალეულობა, როგორც წინაპირობა ადამიანის დასჯის პასუხისმგებლობის არის გამოკვეთილი და ეს იმითაც არის საინტერესო, რომ იმავე პერიოდში მაგალითად როცა საქართველოში ეს მოქმედებს, არის მაგალითები, რომ რუსეთში თხა გაასამართლეს მაგალითად, ზარი გაასამართლეს. ანუ არა ადამიანი სუბიექტი, რომელიც შეიძლება, არამედ ნივთებიც კი შეიძლება ყოფილიყო გასამართლებული და ჩვენ სამართალში ესეთი რამ არ არის. ეს მე-20 საუკუნემდე გრძელდებოდა, სპილო ჩამოახრჩვეს მაგალითად ერთხელ და რაღაცა ზარი გაასამართლეს, იმიტომ udro-udros შემოჰკრა და სოფელი გამოვიდა გაარეთ. აი რაღაც ის ძველი ამბავი რომ გავიხსენებთ ეს მე-6 საუკუნეში იყო თუ სწორად მახსოვს მდინარე რომ გაამათრახა ერთ-ერთმა კეისარმა რომელმა არ მახსოვს სამწუხაროდ რა მაგრამ ნუ ძველი ამბავი იყო გაბრაზდა ძალიან იმიტომ რომ არაფრით არ დაიკლო რატო ჩადის ადამიანი დაანშაულს ამასაც რომ დაუბრუნდეთ კიდევ ხო ანუ აი ეს ორი თეორია ვახსენეთ ხო ეს ღმერთის ამბავი ეს მარცხინააღმდეგობა რატო ღმერთმა დაადგინა თუ რაღაც სხვა გვაქვს არის მანამდეც ვახსენეთ რაციონალური საჭიროებები მოითხოვს რაღაც ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაწესებას და ოღონდ აი მე ხმად უნდა მივიდეთ უკვე როცა გადავალთ რატომ ვსჯით ადამიანებს ხო ეს იქნება კითხვა ანუ ვსჯით სამაგიეროს მიზღვისთვის ეს არის მიზანი თუ რაღაც სხვა მიზნები აქვს საჯელს იმიტომ რომ ადამიანებს შეიძლება ბევრს დღემდე გონია რომ ადამიანები რომლებიც დანაშაულს ჩადიან ისჯებიან იმიტომ რომ მათ სამაგიერო ეზღვებათ საკუთარი ჩადენილი ქმედებისთვის და არა და სამართალი და მათ შორის ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ ეხან და მის დროსაც და ცოტა ადრეც ვიტყოდი ხო ეს იდეა უკვე საქართველოშიც უარყოფილია როგორც სამაგიეროს მიზღვა როგორც საჯელის მიზანი ხო ამაზეც თუმცა ნუ გარკვეულწილად ხო დარჩენილი არის ჩვენთან და სამართალში? კი, ანუ საჯელის მიზნი. პირდაპირ სამაგიეროს მიზღვა არ წერია, კი, მაგრამ სხვა სიტყვებით არის შეფუთული რა. არა, სამართალების აღდგენას თუ ლაპარაკობ, ეგ მე მგონი ცოტა სხვა რამეა და რატოა სხვა რამე, მაგასაც მოდი შევეხოთ. აი, სამართალების აღდგენა. კი ბატონო, სამართალების აღდგენა არის ასევე, რასაც ეს პატივცემული რაციონალური თეორიის მიმდევრები ამბობდნენ, რომ ეს არის რაღაცა დააშავა. აი, ბენტავი მაგალითად ხო, მარტივად ამბობდა რაღაცა დონის ზიანი მიადგა საზოგადოებას, ოკეი, ეგ უნდა ანაზღავრო იმავე დონის ზიანი. იმიტომ ნახე მე მივაყენე ზიანი მეორე ადამიანს დავუშვათ ფიზიკური ზიანზეა საუბარი დანაშაულია ხო ცემე მე ვიჯები სისხლის სამართლის წესით იმიტომ რომ ის ადამიანი დაზარალდა თუ მე ვიჯები იმიტომ რომ მთელი საზოგადოება დავაზიანი როდესაც მე ის ქმედება ჩავიდინე რომელიც აკრძალული იყო ამ საზოგადოების შეთანხმებით
ხო, გააჩნია ის კითხვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კანტი აუცილებლად მეორეს გიპასუხებდა. ეს გეკითხები მათ დღევანდელ შემთხვევაში ხო, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს რომელ სახელმწიფოს კითხავ. იმიტომ რომ მაგალითად წინაზეც ვთქვით ამაზე, ანგლოსაქსონურ სისტემაში, ანუ შენ თუ უარს იტყვი როგორც მსხვერპლი იმ ადამიანისთვის ეს ბრალდების წარდგენაზე, pressing charges, მაშინ ის არ დაისჭება. შენ სამოქალაქო წესით მაინც შეგიძლია, მაგრამ ოკეი, ციხისთვის არ იმეტებ, მარტივად რომ თქვა და ჩვენაირ სისტემაში, კონტინენტური სამართლის სისტემაში, მაინც რომელსაც უფრო მეტად მივეკუთვნებით ის სამართლის მხრივ, არა, სახელმწიფო არის რომ ვიღაცა ზემოდან მაყურებელი პატერნალისტური ფიგურა და ამბობს რომ აი თქვენ ორს ერთმანეთთან კონფლიქტი რომ მოგივიდათ, მე უნდა გადავწყვიტო, თქვენ არ გკითხავთ არაფერს. თქვენ შეგიძლიათ, თქვენ კერძო სამართლებრივად აინაცნაურო მიყენებული ზიანი. კი, მაგრამ ყურის აწევას ვერ გადაურჩება ის ადამიანი. ყურის აწევას ვერ გადაურჩები, თუ არ ჩავთვლი რომ მთელი საზოგადოებისთვის ვის სახელითაც მე მოქმედებ დღეს, შენი ყურის აწევა უფრო ცუდი იქნება, ვიდრე არ აწევა. ხო, და ეგ არის პრინციპი, ეგ მე არ მომწონს რო არ დაგიმალო რა, ძალიან ესეთი ყავგასული შეხედულება მგონია ისევე როგორც აი დღევანდელ დღეს რო ეხა ბენტაიმ და ბეკარია თვილაპარაკობს რა ძალიან მაგრები იყვნენ თავზე იმათ მოახდინეს ლიბერალიზაცია მთელი სამართლის რაღაც ბეკარია განსაკუთრებით ხო ანუ ძირითადი პრინციპები 13 დღეს გაწერა მაგრამ აი იმიტომ ვამბობდი მე 20 საუკუნიდან საერთოდ სხვა ამბები დაიწყო თქო რა არის დანაშაული აი ამისი გააზრების და სულ სხვა ამბები წამოვიდა არა და მანამდე ჩანდა თითქოს ეს დეტერმინისტული ანუ ღმერთმა აქნა ანუ თუნდაც ლომბროზოს ამბავი რო ავიღოთ ხო აი შუბლი აქვს დიდი და ამიტომ ჩაიდინა დანაშაულს ხო ეს დეტერმინისტებსა და რაციონალისტებს შორის იყო დაპირისპირება მაგრამ მე რა წამოვიდა ეს ბევრად უფრო ჩახლართული და ბევრად უფრო საინტერესო კრიმინოლოგიური თეორიებია რა მაგალითად აი ლეიბლინგის იარლიკის მიწებების თეორია რომელიც ამბობს რომ ქართული ანდაზის ვქასოთ რა შეძახილმა ხე გაახმო ზუსტად ეგ არის რომ ანუ შენ თუ ბევრჯერ ეტყვი ადამიანს რომ აი ეს უეჭველი ცუდი ბავშვი გაიზრდება ეს ციხეში დაასრულებს ასე შემდეგ ბევრჯერ ამას რომ გაიმეორებ მართლა მაგასიზამს ის ადამიანი ხო ხო მაგრამ ეს არ არის ესე ვთქვათ ერთადერთი ახსნა რატო ჩადიან ადამიანები დანაშაულებს ხო ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არის რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს სოციუმს მნიშვნელობა აქვს განათლებას მნიშვნელობა აქვს 4 ფაქტორს გამოყოფს ლეიბლინგის თეორია რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანების რაღაცა დაჯგუფება და მე ისინი უარესად ხდებიან ეს არის ასაკი ეს არის სქესი ეს არის განათლება და ეს არის ეთნიკური ან რასობრივი წარმომავლობა რა აი ამის მიხედვით ვისაც რაღაცა ნეგატიური ქულები აქვს შენიშვნული არის და დადასტურებული რომ იმის მიმართება უფრო მეტად პოლიციური ღონისძიებების განხორციელება უფრო ძიმე სასჯელში თან არ იგულისხმება აუცილებლად რაღაც სასამართლო სასჯელი არა სკოლიდან დაწყებული უფრო ძიმეთის ჯებიან უფრო ადვილად ირიყებიან და ასე შემდეგ მანდვე არის ხო თუმცა მარტო ეს არ ახდენს გავლენას სწორია ეს დადასტურებულია ისიც რომ არის ადამიანთა ნაწილი, რომელსაც მაგალითად საერთოდ არ აქვს აღქმა, სინანულის აღქმა, რომ მან რამე დააშავა. ხო ესეც არის მდგომარეობა. ანუ ეს სოციოპათებზე თუ საუბრობთ რა, მაგრამ აი მე-20 საუკუნეში აი ეს ძალიან საინტერესო კამათი იყო და მიმდინარეობს დღესაც მემარჯვენე მემარცხენეებს შორის. აი მემარცხენე არის უფრო ეს ლეიბლინგის თეორია და მანდვე არის აი შენ რაც ახსენე ახლა ზუსტად ანომიის თეორია ემილ დურქჰაიმის, რომელიც ამბობდა ზუსტად მაგას, რომ როცა ადამიანი გაირიყება, როცა ადამიანი სოციალურ ქსოვილს აღარ ეკუთვნის, მის უფრო ადვილი ხდება გახდეს დევიანტი. ანუ უფრო ადვილი ხდება, რომ რაღაცა დანაშაულად მონიშნული ქცევა ჩაიდინოს, ხო? და მანდიდან მოდის სხვა შორის ერთ-ერთი საინტერესო თეორია სასჯელის მიზნის, რომელიც ჩვენ კოდექსში არ წერია და მე მაგასაც შევეხოთ. მეორე მხარეს ეს მემარჯვენეები, რაც ამბობდნენ, იყო სულ სხვა რამ. განსაკუთრებით ეს ახალი მემარჯვენეები, ვინც იყვნენ რა, აი ტეტჩერის და რეიგანის დროისთვის, ესენი ამბობდნენ, რომ ესენი არიან სუსტები, ესენი ყველა ადამიანს რაც თავს ევლებიან, ამათ არ უნდათ პასუხი და გასცენ არავის, სინამდვილეში რაც ხდება, ეს არის მორალური დაცემაო და მორალური პანიკას უწოდებენ. მაგ პერიოდს ამ ხალხმა გადაწყვიტა შეემუშავებინა ესეთი თეორიები და განიხორციელებინა, როგორც არის broken windows თეორია და ნულოვანი ტოლერანტობის თეორია. მოდი კარგად დავხსნათ ახლა ეგ თეორიაც, იმიტომ რომ საქართველოში მე მგონი ძალიან ბევრი არასდროს არის გაგებული ძალიან. ხო, და ამ თეორიამ თავჯოზე იმუშავა და კონკრეტული რეზულტატიც მოიტანა, ხო? თეორიის არსი ეფუძნებოდა იმას, რომ
სადაც დანაშაული ძალიან გავრცელებულია და მაღალი არის დანაშაულის მაჩვენებელი და სახელმწიფოს ვალდებულებაა თან დანაშაულისგან დაიცვა საზოგადოება, ხო, ეს მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა. თუ ასეთ ტიპის საზოგადოებაში შენ იწყებ ბრძოლას წვრილმანი დანაშაულის წინააღმდეგ, შენ ამით საბოლოო ჯამში ამარცხებ ორგანიზებულ დანაშაულსაც და აღადგენ დიდი არა არის, ხო, ეს რატო ქვია ჩამშროული შუშების თეორია, რომ აი ყველას ბავშვობაში განგვიცდია, მე რო ვიყავი ბავშვი, ეგრე იყო ჩემი სკოლის სპორტული დარბაზი და ალბათ ბევრი სპორტული დარბაზი იყო, კიდევ ყველა შუშა იყო ჩატეხილი. და თეორია გეუბნება, რომ თუ კი ერთი შუშა ჩატყდა, შენ თუ კი იმ შუშას დროულად არ გამოცდვი, ადამიანებს აიქნებათ ბიძგი რომ ყველა შუშა ნელა ჩაიმტვრეს. ეგ ექსპერიმენტებსაც დადასტურდა, ანუ მართლა დატოვეს კრიმინალურად მძიმე კრიმინოლოგიურ უბანში მანქანა და 3 დღე ისე იყო რომ არავინ არ შეხებია. მერე ერთი შუშა ჩამსხვრიეს და ყველაფერი ან ბურბლები არაფერი აღარ შერჩა რა. და ანუ ამ ორ გაგებას შორის ანუ შეიძლება top down and bottom up. შეიძლება იყოს რა იწევს ამაზე საუბარი და მეორე არის როგორ ამარცხებ. მათ შორის ვუდავ ამცირებ. ხო, ნუ მემარჯვენებზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ როგორ უყურებენ ესენი უყურებენ არა ისე რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზეზები უნდა ვეძიოთ მსუბუქში და ასე შემდეგ. ესენი რას სამობენ არის რომ მსუბუქი დანაშაულს თუ კი მაშინვე მყისიერად პასუხს გასცენ თუ აღკვეთავ თუ ის ადამიანი დაინახავს რომ ეგ პრობლემური იყო მე დიცაც აღარ გააკეთებს და მანდვე არის პრინციპში ეს ცნობილი ფილოსოფიური რაღაცა მათი მაქსიმა რკინის გახურებულ ქვაბთან ადუღებულ ქვაბთან დაკავშირებით რა რას ამბობდნენ არის რომ აი შენ რომ მიადო ხელი ქვაბს ხო დაგეწובה უცებ და უკან წამოიგებ მაგრამ აი წარმოიდგინე ახლა რომ აი და 500 ჯერ მიადე და მარტო 5 ჯერ დაიწვიო რა მაგ შემთხვევაში კიდე მიადებ ხელს ანუ ისინი ამბობენ რომ პოლიციის პასუხი უნდა იყოს მყისიერი ნებისმიერ პატარა წვრილმან დანაშაულზე თუმცა ეგ ხო 90-იან წლებში მაგანი იმუშავა ამერიკაში მერობის დროს თუმცა მაგაზე ამბობდნენ სულ სხვა რამის გამო იყო რომ ქვემოთ ჩამოვიდა ეგ გრძელი ამბავი მანდვე პრინციპში შეიძლება მეორე მხრივ მოდი რა ვთქვათ ხო ამ პოლიტიკა საქართველოშიც მიუხედავად იმისა რომ თან მოყვა სხვა პრობლემები რომელიც უფრო მეტად დაკავშირებული იყო ერთი სამართლიანი სასამართლოს უფლების არარსებობასთან ქვეყანაში და მეორე საჯარო ახსნებით დაწესებულში არსებულ სერიოზულ გამოწვევებთან ყველაზე რბილი სიტყვა რო გამოვიყენო მიუხედავად თავად იმ ნაწილმა ანუ ამ შედეგი მოიტანა რამოდენიმე 2 წელიწადში 3 წელიწადში დანაშაულის მკვეთრი კლება მოხდა ნახე რა არის საინტერესო მან საბა გაგახსენებ შეიძლება იცი შენც ეს რიცხვი აღრიცხვაც როგორ ხდებოდა დანაშაულის აქ ჩანს კარგად სახელმწიფოს დამოკიდებულება მაგალითად თუ კი თქვენ შეხედავთ სტატისტიკას 99 2000 2001 2002 წლების დანაშაულის აღრიცხვის ხო დაახლოებით 20-21000 დანაშაულია აღრიცხული დანაშაული და გახსნის მაჩვენებელს ხელისუფლება აჩვენებდა 80%-ს და 2006 წლის ან 2007 წლისას თუ შეხედავ მაჩვენებელს 60000-ზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული და გახსნის მაჩვენებელი ჩამოცილებულია 30%-ს ანუ თავად ისიც რომ სახელმწიფო არა მარტო სწრაფად რეაგირებს და დანაშაულს იჭერს პირობითად არამედ კაცრად აღრიცხავს ყველა პოტენციალს თამათადარღვევას და არა მარტო იმას რომელიც გახსნეს ხო რომელიც გახსნეს ესეც აჩვენებს რომ ის სერიოზულად ეკიდება რაღაც საქმეს ამ გატეხილი შუშის თეორიას ოღონდ აქვს თავისი ლიმიტაცია რა და ეგ უნდა სწორნულად თან ჩვენთან ეს ჩამსხვრეული შუშების კი არა ანუ მისი ყველაზე ესეთი რადიკალური ფორმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოიყენებოდა არსებითად რა რომელიც ამბობს რომ აი მაგალითად broken windows თეორია პოლიციას აძლევს იმის უფლებას რომ აი ის ბავშვი რომელიც შუშას ჩამსხვრევს ხო ბაყაყს მოკლავს რაღაცას ხო ციხეში არ ჩასვას ის გაკიცხოს თავი გაკიცხვა ან განრიდება ზამერი თქვენთან ჩდება მოგვიანებით ხო ოღონდ იმ დროს კი არ იყო როცა საჭირო იყო არამედ კი ნულოვანი ტოლერანტობა ამბობს რომ ის უნდა დაისაჯოს ფორმალურად უნდა დაისაჯოს რომ მე უფრო დიდი რამ არ გააფუჭოს რა მარტო გაკიცხვა არ არის საკმარისიო და ორივე ამ თეორიას იდეაში აქვს ლიმიტაცია მეორეს უფრო მეტად პირველს უფრო ნაკლებად ხო რომ რაღაც პერიოდი ეგ ძალიან კარგია იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოებაში სამართლის აღქმა და ასე შემდეგ, მაგრამ
2-3 წლის შემდეგ როცა ამას დანერგავ, შენ უნდა გადახვიდე უკვე community policing-ზე სხვა რაღაცებზე, იმიტომ რომ იგი წევს მე მომეტებული პრინციპში ყველაფერი მას რაც მოხდა კიდევაც ჩვენ ავედით პირველ ადგილზე ევროსაბჭოს პატიმრების და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ პირველზე მგონი რუსეთი იყო თვალსწრაფი ევროსაბჭოს. რუსეთი, თურქეთი და ჩვენ. ესე ვიყავთ რუსეთი აღარ არის ახლა საპატიო მეორე გვიჭირავს ჩვენ. ერთ თეორიასაც ვიტყვი და მე ეხლას მეორეზე ვართ ეგ აღარ ვიცოდი ახლა. ეხ მეორეზე ვარ კი. თუ არა წესით მეორეზე უნდა ვიყოთ თურქეთის. მაშინ იყო 24000 პატიმრამდე იყო ასული რაოდენობა პატიმრების 23000 რაღაცა იყო მაქსიმალური რაც ქონია 2011 წელს. კი იყო და ხო ესე იგი ყოველ 100000-ზე 700-ზე მეტი მოდიოდა თუ სწორად მახსოვს რიცხვი ხო ეს კატასტროფულად ბევრია იქ და თან ამას ვერ ხვდები ინფრასტრუქტურითაც ეგეც იყო პრობლემა კაცო საჯარისლოების დაწესებულებებში პატიმართა მოთავსებისთვის ინფრასტრუქტურა არ ქონდა სათანადო რა როცა 2006 წელს იწყებ ამ პოლიტიკას და ადამიანების მასობრივად პატიმრობები გამოიყენება აღკვეთ ღონისძიებებად და ეგ სასამართლოს ცალკე ჩავარდა კიდე სრული მაგაზე რო არ ლაპარაკობ ლაპარაკობ იყო შემთხვევები, როდესაც თითო პატიმარზე საშუალოდ 2 კვადრატულიც არ მოდიოდა. კი, ანუ CPT სტანდარტები რაც არის, ანუ წამების წინააღმდეგ დოქტორის კომიტეტის 4 მაინც უნდა იყოს ერთ ადამიანზე, ან თუ ბევრი ზის, მაშინ 3 შეიძლება იყოს. წარმოიდგინე ზაფხული, უჟანგბადობა, ეს ძველი ინფრასტრუქტურა, საჯარისლოების ეს კატასტროფა ხდებოდა ზოგიერთ დაწესებულებაში განსაკუთრებით. 2005 წლის დეკემბერში ახაშენდა საქართველოში დამოუკიდებლობის მერე პირველი ციხე საჯარისლოების დაწესებულება. ყველა იყო მანამდე პერიოდი. ზოგიერთ იყო, რომელშიც სტალინი იჯდა. ეგეც ციხეში იჯდნენ პატიმრები. სტალინის რო იჯდა. ეს ორთაჭალის ციხე, რომელიც დაიკიდა მე. ბათუმში ძველი ციხე. კი, ის ერთ ფლიგელი დახურეს. ხო, ერთ თეორიასაც ვიტყვი თუ არ მიწენ, იმიტომ რომ ეგ ჩვენი გევანდელობისთვის არის, მე მგონი ძალიან საინტერესო მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეკერი იყო თუ სწორად მახსოვს, ვინც ეს თეორია შემოიტანა, უფრო მარქსისტი იყო, რაც შემგან არ არის ძალიან ახლოს, მაგრამ მაინც მარქსი რას ამბობს, ხო, რომ ანუ ეს სახელმწიფო ჩვენი გაგებით არის რაღაცა ზედა ფენების, ქვედა ეს დამორჩილების იარაღი და ეს ადამიანს როგორ მიბატონებს მცირე ღარიბ კი ბატონო და ეს ადამიანი ამბობდა რომ დანაშაული არის ის რასაც დანაშაულს უწოდებს ელიტური ფენები და ეს ახალი დანაშაულების შემოტანა არის ცინიკური ნაბიჯი იმისკენ რომ გაგრძელდეს საზოგადოების დამორჩილება და მიუხედავად იმისა რომ მარქსისტი არანაირად არ ვარ ხო ძალიან ძნელია ჩვენთვის რომ პარალელები არ დავინახოთ ჩვენთან, როცა სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც დანაშაულია და ასე შემდეგ, ბევრგან ისეთი სისწრაფით შედის ცვლილებები, ისეთი რაღაცები ცხადდება დანაშაულად, ისეთ რაღაცებზე იმატებს სასჯელი, რომელიც ძალიან აშკარად მიმართული არის უბრალოდ საზოგადოების დამორჩილებაზე, კონკრეტული პირების დამორჩილებაზე, გატეხვაზე და ღირსების დამცირებაზე. ეგეც მნიშვნელოვანია. ეხლა დავფიქრდი და საბჭოთა პერიოდში გამოცემულ ლიტერატურაში და ცოტა მოგვიანებითაც 90-იან წლებში როგორ იყო ახსნილი რა არის სამართალი. ნახე, გაბატონებული კლასის მიერ დადგენილი ქცევის წესები. და ოღონდ ეს გაბატონებული კლასი ჩანაცვლებული იყო უმცირესობა, მდიდარი უმცირესობა ჩანაცვლებული იყო საბჭოთა კავშირის პროლეტარიატი, ხო იდეაში. ანუ თითქოს უმრავლესობაა გაბატონებული მუშათა და გლეხთა კლასი და მათ მიერ არის დადგენილი სამართალი. რაც სინამდვილეში ძალიან ილუზია იყო, სინამდვილეში არანაირი გლეხთა და მუშათა ბატონობა არ არსებობდა და როგორც კლასის ბატონობა არ არსებობდა და ხო ამის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გეუბნება ეს არის რომ შექმნა შენ სამართლიანი საარჩევნო გარემო და სისტემა შექმნა კონკურენტული გარემო არჩევნებზე იცვლებოდეს პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური ინტერესები და ამან შექმნას დაბალანსებული სამართალი საბოლოო ჯამში. ამას პლუს ნუ დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ხო, სასამართლო იქნება, რომელსაც შეუძლია ჩვენს რევიზია გააკეთოს დანაშაული, რამდენად შეიძლება იყოს დანაშაული. ანუ გულწრფობს საკონსტიტუციო საჯულებას, ხო. ან სად არის დანაშაულის ფარგლები. ეს უკვე 21 საუკუნის პრობლემაა პრინციპში რა, რაც 2000 დანაშაულის საჯულის ფარგლები სად არის? თან ესეც საინტერესო. საჯულს კიდე უპოვი რა, რაღაცა იქნება 9-დან 14 წლამდე რაღაცას დაუწერ, მაგრამ აი დანაშაული რა არის? ეგ უკვე წარმოუდგენლად უცნაურად გასაგები გახდა 21 საუკუნეში. ესე რო ვთქვათ, რა კრიტერიუმები არსებობს იმისთვის, თუ შეფასება უნდა მოხდეს, რომ დანაშაულად გამოცხადდეს რაიმე ქმედება? აი, სამართლებრივ სახელმწიფოში. სამართლებრივ სახელმწიფო არის მაგალითად ბრიტანეთის სამართლებრივ სახელმწიფო არის ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. და კვლევა ჩაატარეს ერთ-ერთი უნივერსიტეტის, ამერიკული უნივერსიტეტის
სტუდენტებმა და ვერ დადეს ზუსტი რაოდენობა კონკრეტული მუხლებისა, რამდენიც არის დანაშაული. და იქ რო კიდე ჩაყვე ქვემოთ რამდენი ქცევა არის დანაშაული, მაგას არ ვთქვი. არა, მე ნახავს გულისხმობ. ეგ რა მოიტანა, ოღონდ რა, ეგ მოიტანა იმან რომ დანაშაულად გამოცხადდა პირველ რიგში მოიტანა იმან რომ მოხდა 11 სექტემბერი და შემოვიდა ტრანსნაციონალური დანაშაულები, რაც სრულიად ახალია და ასევე შეიძლება კონვენციური დანაშაულების ფულის გათხრება და მსგავსი, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია, შენ პირველ რიგში გჭირდება ამ ორგანიზებულ დანაშაულს რომ ებრძოლო, რომ ძალიან ბევრი რამ და ძალიან გაუგებრად გამოაცხადო დანაშაულად და მეორე მხრივ ამისი გაფართოება შენ გაძლევს ფაქტობრივად შესაძლებლობას, როგორც ჩვენთან მოხდა მაგალითად ხაზარაძის და ჯაფარიძის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს ბრალი დასდო ნებისმიერ დანაშაულს. მათ ნახე რას ვიზახი, მე მგონი კითხვა ვერ დავსვი სწორად. ხო არსებობს რაღაც მიმართულებები, ესე ვთქვათ, სახელმწიფო კოდექსში სხვა რამე ქვია ამას, რომელთა რეგულირება სახელმწიფოს მიაჩნია მის ვალდებულებად და არა უბრალოდ მონდომებად. იმიტომ რომ ჩვენ ხო თანხმდებით, რომ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანს შეუძლია იმოქმედოს ნებისმიერი რამ, რაც კანონით არ აქვს აკრძალული და სახელმწიფოს შეუძლია არა, უფრო ადრინდელიც არის ჩემი აზრით. უბრალოდ ის ამას აღწერს კიდევ ერთხელ და სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ის გააკეთოს, რისი უფლებამოსილებაც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით. ანუ სახელმწიფო ვერ იტყვის, რომ მე რასაც მინდა ყველაფერს გავაკეთებ, რაც აკრძალული არ მაქვს. ეს მას არ შეუძლია. სახელმწიფო ვერ იტყვის მაგალითად, რომ მე უნდა ჩავერიო ეკლესიის საქმიანობაში მაგალითად. ამ ეს არ არის მისი კომპეტენცია. დავადგინო ჭეშმარიტი ღმერთი. ხო, ეგ არ არის შესატყვისი. ჭეშმარიტი? კი ბატონო. გასაგები, ანუ ეს ვერ იქნება მისი მხრიდან, ეს არ არის მისი ფუნქცია. ანუ პერსონალურ ადამიანის სივრცეში, ადამიანის პერსონალურ სივრცეში, მისი რაღაც გამოხატვის საოცრებაში ასე შემდეგ, სადამდე შეუძლია შესვლა. ხო, ანუ ეს ფარგლები, მისი მოქმედების ფარგლები შემოსაზღვრულია იმ თავითვე, როდესაც კონსტიტუცია იქნება, ხო, როცა საზოგადოებრივი კონტრაქტის საფუძველზე იბადება ახალი სახელმწიფო, ხო? ამიტომაც ჩვენ წინაშე ხოდრად ვსაუბრობდით, კონსტიტუციებს აქვს დამფუძნებული ხასიათი, ხო? ანუ ამით ფუძდება ხელახლა სახელმწიფო. ეხლა რა არის ჩვენს სისხლსამართლის როგორც მივხვდი შენი კითხვა, ანუ აქამდე თუ საუბრობთ იმაზე, რა რისგან შედგება დანაშაული, რას მიიჩნევდნენ დანაშაულად და რატო, ეხლა შენ რასაც კითხულობ არის რა უნდა იყოს დანაშაული და რა არ შეიძლება იყოს. ხო, აი ნახეთ, მაგალითად, სახელმწიფო ამბობს, რომ კონსტიტუციის თანახმად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ხელშეუვალი. ანუ არ შეიძლება არავინ მოსპოს ადამიანის სიცოცხლე, დააზიანოს მისი ჯანმრთელობა და თუ კი ამაზე ვინმე აკეთებს, ან უნდა არსებობდეს ამის გამართლება, როგორც მაგალითად შემოიყვანეთ წეხან, ან უნდა არსებობდეს სასჯელი. იმიტომ მე ის დავიცვა, ხო? იმიტომ რომ სისხლსამართალი ამას გეუბნება. ნუ მარტო განათლება რო შველოდეს ხალხს და ახსნა რა არ უნდა გააკეთონ, ეს არ იქნებოდა საჭირო. თუმცა ესეც საჭირო. ეხლა მოდი ვნახოთ პირველი თავი სისხლსამართალში, კერძო ნაწილში არის ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ხო, მაგრამ პირველი არის სიცოცხლის. ეგ თავი კი? ხო, სიცოცხლის წინააღმდეგ. კი. ეხლა რას ნიშნავს, რომ ადამიანის განზრახულობა, ადამიანის განზრახულობა დამამძებელ გარემოებში, ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა და ასე შემდგომ, ესე იგი, თვითმკვლელობამდე მიყვანა და ასე შემდგომ, ეს დანაშაულები რატოა დანაშაული? იმიტომ რომ ესე იგი, ვიღაცის სიცოცხლე, რომლის სიცოცხლის უფლება დაცულია კონსტიტუციით, სახელმწიფოს აქვს მასზე პოზიტიური ვალდებულება. ანუ მან უნდა მოიმოქმედოს რაღაცეები ისე და ისე იმოქმედოს, რომ ადამიანები არ მოკლან. მათ სიცოცხლე იყოს დაცული. გასაგებია. თუმცა სახელმწიფოს აქვს ასევე ნეგატიური ვალდებულებებიც, ხო? რომ თავადაც არ იმოქმედოს ისე, რომ ადამიანის სიცოცხლე, ჩვენ ადამიანის უფლებათა სამართალში ვამბობთ ხოლმე პირობით გაყოფას, მაგრამ რაღაც ლოგიკა არის, რომ ხო, პოზიტიური და ნეგატიური უფლებებზე არ ვამბობ, ვალდებულებებზე. პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები. ანუ არის, სადაც უფლებებზე ვლაპარაკობთ, სახელმწიფოს ძირითადად პოზიტიური ვალდებულებები აქვს, თუ მერე მოდის ნეგატიური, სადაც თავისუფლებებზე ვლაპარაკობთ, სახელმწიფოს პირველ რიგში ნეგატიური ვალდებულებები აქვს და მერე მოდის პოზიტიური. მარტივად რო ვთქვათ რა, აი, ავიღოთ სიტყვის თავისუფლებაზე არ უნდა ჩაერიოს და სიცოცხლის უფლებაზე უნდა დაიცვას. ან ერთ უფლებაში შეიძლება იყოს, ხო? აი, წამება რო ავიღოთ, მესამე მუხლი რაც არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ხო? წამება.
წამება ერთი მხრივ სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას, რომ თვითონ და მისმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა, პოლიციელებმა არ აწამონ ვიღაცა და აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი წამების შემთხვევა იყოს მის მიერ გამოძიებული. ეს არის პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება. და მათ შორის არ მოხდეს მისი მდუმარე თანხმობითაც, ხო, ესე ვთქვათ. ხო. ეხლა ნახეთ რა ცოცხლის ამბავი გავიქეთ. მე მოდი ჯანმრთელობის საკითხები. სხეულის განზრახმძიმე დაზიანება, ნაკლებ მძიმე და ესე ძალადობა, ცემა და ასე შემდგომ. ამის შემდგომ როცა მორჩება ეს ფიზიკური ზიანის საკითხი, გადავდივართ უფლებრივ ზიანზე, მაგალითად სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტის საქმიანობაში პროფესიული ხელშეშლა, ანუ სადაც ასევე სამოქალაქო უფლებების დაცვის ინტერესი შემოდის. ორი თავია მაგათ შორის, მაგრამ ხო რა. პირობითად მიყვები ხა ხო არ მიყვები ხა. ეგეც საკამათოა, რატო უნდა იყოს დასჯადი? მაგალითად, მანდ არის 152 მუხლი რაც არის ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა. ხო. რა შუაშია? იმიტომ რომ სამართლიანი დანაშაული რატო უნდა იყოს? ხო, ეგ ესე იგი, ნახეთ როგორ არის, მან ოღონ ესე არ არის მარტო სათაურში როგორც არის, შინაარსში თუ შევალთ თავად ნორმის, იქ წერია, რასაც უნდა მოყვეს შედეგები მათ შორის. უბრალოდ ის რომ მე ესე იგი შედეგად რაც წერია მან და არის არსებითი ზიანის არსებითი ზიანი პირის ან სახელმწიფოსთვის. ხო. და რა ვიცი, ანუ ჩემთვის ეგ სრულიად არაკონსტიტუციური ნორმაა, კაუჩუკის ნორმა, რასაც ნებისმიერ ბინა არ მიყვიდა ინდოელს. და მორჩა, დანაშაული გაქვს ჩადებული რა. ხო, არსებითი ზიანი არ იქნება მან ჩემი ასე. არსებითია იმისთვის უნდა არა, არსებითი ზიანი მე მგონი მან სხვა რამეს უნდა გულისხმობდეს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს რასისტულ ნიადაგზე ადამიანისადმი, ვთქვათ, სხვა ანუ უფლების თვითონ აი მაგალითისთვის რესტორანი მაქვს და ინდოელებს აქვთ ასევე რა ვიცი არ ვიცი ზიმბაბველებს აქვთ რაღაცა ჯგუფი ერთი და იმათ მუსიკა არ ჩავართვევინე თავიანთი. ხო, ეგ არის არსებითი ზიანი არ იქნება თქო მაგას ვიძახი მან. ხო, ანუ შეიძლება ეს ქცევა ჩაითვალოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობით თქვა დისკრიმინაციად, ოღონდ ეს არ იქნება სისხლის სამართლის საკითხი, ჩემი არ უნდა იყოს ჩემი აზრით. თუმცა როცა ბიზნესს ეხება საკითხი, ნუ აგეხა ვიცით ხო ამერიკული სასამართლოს პრეცედენტი, როცა ბიზნესს ეხება საკითხი, იქ უფრო მეტად იჭრება სახელმწიფო, ვიდრე როცა პრივატულ ცხოვრებას სახში შემოუშვებ, შენი გადასაწყვეტია. ბიზნესს როცა ეხება, ცოტა სხვა მიდგომა. ხო? მაგრამ ნახეთ რას გულისხმობთ, ნუ გამოვტოვეთ რაღაცებიო, თქვი წამება გამოვტოვეთ, არაადამიანური ღირსების შემოყავი რაღაც. ეს მან შედის სხეულის, ხო, ფიზიკური, კი. ხო, და მე გრძელდება, თქვა 160 და რაღაც მოხდება. 172 ბავშვების უფლებები, მე 77. ხო, ეხლა ნახე, მორჩა ეს რაღაც ფიზიკური საკითხები და 177 და იმწება ქურდობა თუ სწორად მახსოვს, ხო? მე არის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, გამოძალვა და თაღლითობა, ხო, ან მე გადას ეკონომიკურ დანაშაულებზე გადავდივართ უკვე, ხო, რომელიც ყაჩაღობა არ ეხება მარტო ქონებას, ანუ ერთდროულად მიქსი არის, ვთქვათ, ფიზიკური ამბისაც და უსაფრთხოების სიცოცხლის მათ შორის და ქონებაც, მაგრამ ქონება არის მაინც წამყვანი საკითხი, რის გამოც ამას ძალადობს ადამიანი, ხო? მე გადადიხარ ამ კერძო, ესე ვთქვათ, საკითხებს რომ ამოწურავ, მოიწურა ადამიანი, მე გადადიხარ მართლობის საკითხებზე, ხო, მართლობასთან დაკავშირებული და საბოლოო ჯამში მართლობასთან დაკავშირებული დანაშაულებიც ორიდან ერთ-ერთ ეხმიანება. ერთი რომ ის ხელს უშლის კარგი მართლობის განხორციელებას და რაც საბოლოო ჯამში უნდა აისახებოდეს საზოგადოების კეთილდღეობაზე, იმიტომ რომ ეს ძალაუფლება შე რომ მოგეცი სახელმწიფოს წარმომადგენელს, მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს სწორედ საზოგადოების ინტერესებისთვის და არა შენი პირადი ინტერესებისთვის. ამიტომ გთამს თუ იღებ, შენ ძალაუფლებას არ იყენებ იმისთვის, ვისაც გადმოგეცი, ანუ პირადად შენთვის იყენებ. მაგალითად, უფლებამოსილებას თუ გადაამეტებ, მათ პრობლემა როა ამაზე აღავლაპარაკ გუგლობა და ესენი. გასაგებია რომ დასახვეწია მუხლები თავის შინაარსს გუგლობას საერთოდ შეიძლება ამოსაღებიც არის, არ ვიცი. მაგრამ არსებითი ეგ არის. ხო, მაგრამ ეგ არის, ანუ იდეა არის რომ შენ რაღაცები გევალებო და ამისთვის ფულს გიხდი და სახელმწიფო, ანუ ხალხი გიხდი და ფულს საკუთარი ჯიბიდან და ეს რაღაცები არ გააკეთე. კარგად ამან გამოიწვია ზიანი. ამიტომ პასუხს მოგთხოვ. მე გადადიხარ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მე გადადიხარ ეს არის თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები. ანუ აი ესე და ბოლომდე ესეა აწყობილი ის. ბოლოს არის უკვე კაცობრიობის. იქ არის რამდენიმე დანაშაული, რომელიც საკამათოა უნდა იყოს თუ არა დაჯადი, მაგრამ ამას ეხლა არ განვიხილავთ. ნახე, ეხლა რა მოყევი, რატომ მოყევი ეს? ანუ რას ჯის სახელმწიფო? რას ჯის? სახელმწიფო უნდა ჯიდეს მხოლოდ იმ ქმედებებს, რომელიც მას ან კონსტიტუციით მოეთხოვება, რომ დაიცვას სხვისი უფლებები და ამიტომ ჭირდება გააკეთოს. ან აპარატი დაიცვას, რომ ამ აპარატი ახერხებდეს სწორედ საზოგადოებაზე ორიენტირებულ მუშაობას. ხო.
და არა საკუთარი გამტიდრებისთვის. არა ძალაუფლების მისაკუთრებისთვის. მაგაზე არსებობს ორი თეორია. კიდევ ერთხელ თეორიებში რო გავიდეთ, ხო? რას უნდა სჯიდეს სახელმწიფო, ანუ ეგ არის, ხო? უნდა აი რის მიხედვით უნდა გქონდეს ჩვენ გვაქვს დღეისთვის სადღაც 350-მდე სხვადასხვა დანაშაული. მუხლი ოღონდ დანაშაული მაგდენი არ არის, ხო? ნაწილი დანაშაული უფრო მეტია პრინციპში. იმიტომ რომ ერთი მუხლი რამდენიმე სიტუაციას ვეძახმე შენ და 100-მდე და 413-მდე რაც წერია ძალიან ბევრი თავის პრიმა მუხლები. ხო და ეს დანაშაულები რის მიხედვით ჩაიყარა აქ, ხო? ორი მიდგომაა ჯამში, მეტი კი არა. ერთი მიდგომა არის უფრო ძველი, რელიგიური და ასე შემდეგ საწყისებიდან მომდინარე, რომელიც არის უფრო მორალური საკითხი, რაც ამბობს, რომ რაღაც ამორალურს თუ ჩაიდენს ადამიანის, უნდა დაისაჯოს. და არის ეგეთი დანაშაულები დღეს ჩვენთან? კი, უამრავია ეგეთი დანაშაულები. ერთი მახსოვს მარტო. რომელი? პორნოგრაფიის ნაწილი მახსოვს, რომელიც ეხება პორნოგრაფიის შენახვას, ან დამზადებას, თუ კი არწმუნებს ეხება სხვა საკითხებს. არა, სრულწლოვანზე ცალკეა, სრულწლოვანებს შორის პორნოგრაფია ცალკე იყოს, პროსტიტუცია ცალკე იყოს, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა უამრავი დანაშაული არის, ისეთი, რაც გამომდინარეობს მხოლოდ მორალური საწყისებიდან. აი, სახელმწიფოს არ უნდა და მორჩა. და არის დანაშაულები და არის მეორე პრინციპი, რასაც ქვია ზიანის პრინციპი, ეს უფრო თანამედროვე და ჩემთვის უფრო საყვარელი პრინციპია, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა სჯიდეს მხოლოდ ისეთ დანაშაულებს, რომელსაც რაიმე სახის ზიანის გამოწვევა შეუძლია, რასაც შენ ამბობდი პრინციპში ადამიანისთვის ან საზოგადოებისთვის რა. აი მაგალითად, ხო, მაგრამ მორალის გამო ადამიანების დასჯა რამდენად სწორია მაშინ, როდესაც მორალი არის ძალიან ინდივიდუალური. მაგალითს გეტყვი. მილთან რო წავიდე ხან ვახსენეთ, ხო? გამარჯობა, გეთანხმები მაგაში. მორალი არის საბოლოო ჯამში ადამიანების სუბიექტური ან ობიექტური ინტერესებზე დამოკიდებული რა, იმიტომ რომ ის რაც ერთ მომენტში შეიძლება მიიჩნიო მორალურად, სხვადასხვა სოციუმში სხვადასხვა რამე არის მორალი, მეორე ნაწილში აღარ მიიჩნიო, რა ვიცი, აი მაგალითად არის თუ არა მორალური, ან იყო თუ არა მორალური, რა ვიცი, ჰომოსექსუალობა მაგალითად, ანუ რაზის ბენტამა დაწერა თავის დროზე და ვერ გამოაქვეყნა თავის სიცოცხლე, არ გამოაქვეყნა, იმიტომ რომ ეშინოდა რას უზამდნენ, არ დაწერდა რომ აი პლუსებს და მინუსებს ვიცვლიო ჩემი გამოსადეგობისო და ამის გამო ადამიანების დასჯა, როცა მხოლოდ თვითონ რაღაც სიკეთეებს იქნიან თავისთვის სიამოვნებას იგებენ და არავინ არ ზიანდება, არ შეიძლებაო რა. დღეს ნუ ამოღებულია ჩვენი კოდექსიდან. მაგრამ მე გეტყვი მაგალითს, ხა გერმანიის ფედერალური უზენაეს სასამართლოს პრაქტიკიდან 21 საუკუნეში იყო ესეც და მითხარი რომელ მხარეს იქნები რა. ორმა ადამიანმა ერთმანეთი გაიცნო dark web-ში, dark web-შიც არა პრინციპში მაგ დროს არ იყო ეგ 2000-იანების დასაწყისია კანიბალების ფორუმზე რა, მოკლედ. და ეს ადამიანები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთი ადამიანი მეორესთან მივიდოდა ერთ ადამიანს ქონა ფეტიში რომ ის შეეჭამათ, მეორეს ქონა ფეტიში რომ შეეჭამა სხვა. და რამდენიმე ნაწილად დავყოფე ხამ კაზულს შენთვის. პირველ ეტაპზე ვთქვათ რომ როცა შეხვდნენ გვინდის თანხლები და ასე შემდეგ კარგი საღამო ქონდათ, მოკლედ ქირურგიული წესების დაცვით წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მესიჯის რო თანახმა ვარ და მაცადე და ასე შემდეგ ხელი მოაჭრა ერთმა მეორეს, გააკეთა კერძი ამისგან და შეჭამა. შენთვის ეს არის თუ არა დანაშაული? რო დაუბრუნდეთ აი დანაშაულებრივ სქემას რა, სამი ნაწილისგან შედგება. ქმედება ჩადენილა დანაშაულია, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მეორეს ჯანმრთელობა დაუზიანა. რა თქმა უნდა, ეს ხდება მაგალითად ყველა სამედიცინო ოპერაციის დროს, მაგრამ აქ შემოდის მარწინააღმდეგობის თემა. თანხმობა არსებობდა თუ არა, თანხმობა ან ნაგულისხმები თანხმობა. ექიმებს იმიტომ არ ვსჯით, რომ ამპუტაციებს აკეთებენ. თანხმობა არსებობს. კი ბატონო, ან თუ გონოთ არის ადამიანი, მაშინ ალბათ ენდობები. თუ ადამიანს აქვს ამ რაღაცა ბარათი რომელიც ამბობს რომ ჩემზე არაფერი არ ჩაატაროთო, მაგალითად იეჰოვას მოწმეა ხო და სისხლი არ გადამისხათო და მაინც გადაუსხა, ისე ექიმი დაისჯება. ხო? და აი აქ ეს თანხმობა არსებობს ჩვენს მაგალითზე რო ვთქვათ, ხო? ერთი ადამიანი თანახმა, რომ მეორე ხელი მოაჭრას მას. არის თუ არა დანაშაული? იცი რა, მე მანდ ალბათ დანაშაული იქნება არა სხეულის დაზიანებით, ჩემი აზრით, არამედ იქნება უკანონო სამედიცინო საქმიანობის განხორციელებით, როგორც რეგულირებადი სფერო. ბრალდება წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 100 მეჩვენე მუხლი ჩვენი კოდექსით რო ვთქვათ. ხო, აი ძალიან საკამათოა ჩემი აზრით, ხო. ეს ამბავი გაგრძელდა, დანაშაული არის თუ არა, ხო. მესამე დღე იყო თუ სწორად მახსოვს. მოდი ესე ვთქვათ, მოხსნათ მან ხელის შეჭმის კომპონენტი, ესე ვთქვათ, ხო? უბრალოდ რომ ხელი მოაჭრა, დაუშვათ ხელი მოაჭრა, ხო, იმიტომ რომ შეიძლება
ხო, ანუ ადამიანი არ მოკლა, მაგრამ ხელი მოაჭრა. არის თუ არა შენთვის დასჯადი ეგ? ჩემთვის არ უნდა იყოს, ჩემთვის, მაგრამ თუმცა არ მიფიქრი ამაზე ხა აქამდე და პირველადი რეაქცია ეგ მაქვს. ეგ არის, ეგ მიყვარს ხოლმე, ანუ პირველადი რეაქცია ეგ და კერძო ორს რო გავდივართ, აი განსაკუთრებით ეს 200-იანი მუხლებიდან ის ბოლო 200-ები შემოდის ის დაცაჩება მოგიწიოს მაგრამ ყველა მუხთან არსებობს რაღაც ესეთი შემთხვევა როცა აშკარა ზიანი არ არის რა ხო ტრანსპლანტაციის მუხლებიც არის არა ვიზახი რომ სამომავლო სხვა რისკებს შეიცავს ესეთი ქმედის დასაშვებობა და რისკებს და ამიტომ შეიძლება იყოს დასჯადი თქო არგუმენტი ეს ამბავი როგორც მორჩა ხ გერმანიაში ეს რო ვთქვათ რა შეჭამა რეალურად სიცოცხლესაც გამოსალმა და ძალიან დიდი კამათი იყო ამასთან დაკავშირებით და სასამართლო მაინც გამტყუნა ის ადამიანი სიცოცხლესთან დაკავშირებით უფრო გასაგებია სიცოცხლე არ არის გადაცემადი უფლება და ასე შემდეგ მაგრამ სასამართლო ამბობს რომ ეგეც კი დასჯადი იქნებოდა მარტო ხელზე რო გაჩერებული იყო მაინც დავსჯიდი იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ დაზიანებას საზოგადოებრივად სასარგებლო მიზეზი უნდა ჰქონდეს რაღაც სასარგებლო მოტივით უნდა ხორციელდებოდესო და ამ დროს სად არის საზოგადოებრივად სასარგებლო როცა მაგალითად ორი ადამიანი რინგზე გადის და უბრალოდ თავისას ისწორებენ უფრო არა საჭიროა თუ არა საზოგადოებრივად სასარგებლო რაღაც უფრო არის ვთქვათ კანიბალიზმი ოღონდ არ ამკვლელობით არამედ მიცვალებულის გვამის შეჭმა უნდა იყოს თუ არა დანაშაული აი ეგ მორალია მაგალითად რა მთლიან მიცვალებულის უპატიოსმობა რაც არის ჩვენთან მუხლი არსებობს რა და რის თქმაც მინდოდა საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი მუხლი გვაქვს რომელიც წმინდად მორალისტური შეხედულებებიდან გამომდინარეობს ეხლა ჩვენს კოდექსში. ხო. ანუ შეიძლება იქ სანიტარო ჰიგიენური მოსაზრებებიც არსებობდეს, რაღაც დაავადებების გავრცელების თავიდან არგუმენტიც არსებობდეს და ბევრი სხვა რამე არსებობდეს, მაგრამ არის კიდე ეს რაღაც საფრთხე თავად კანიბალიზმი, როგორც საფრთხე, ხო, ესე ვთქვათ. და თუმცა კანიბალიზმი ეგეც საინტერესო კანიბალიზმი როგორც ქცევა არ არის დასჯადი. არ არის დასჯადი, საერთოდ. ეგ მესმის. ხო, მოდი ახლა ნახე რასაკეთს მინდა გონოს დავუბრუნდეთ ცოტა ხანი. აბა. აბა ახლა მოდი მე გკითხავ რა არის მთავარი არომატი რომელსაც ცხვირში და მე გემოც მიყვება გძნობ რომელი ხილი წითელი რომელი ხილი გახსენდება აუ ტყემალი რატომაც აი ქლიავი უფრო სწორად რატო არ ვიცი ხო მე მგონი არის გადამწიფებული შავი ბალი აი დიდი მსხვილი შავი გოგრა ბარს უეძახია ნახე აბა კიდე ერთხელ გემოში ალუბალიც ცოტა ალუბალიც არის გეთახმები მაგრამ აი გადამწიფებულ ბალს აქვს ეს რაღაც მე გრილი გემო რო დაყვება რაღაცნაირად მე ტკბილთან ერთად ბოლოში. ხო. მე მწიფე ძალიან მწიფე ფერმენტაციისკენ წასული ბალს რო შეჭამ. მე კი ვიცი ახლა, მაგრამ ისედაც მიხვდებოდი რომ ეს ახალი ღვინოა. იმიტომ რომ ის აგურისფერი არ აქვს. ხო, თავკერ ზოგადად არც ამბობენ ხოლმე რომ არაძველებენ დიდი ხნით, ეგეც არის, ხო. და ნუ ფერზე ზოგადად ცოცხალია კი. თუმცა ხეცახანაც ვაღ წინაშე ხედავთ ვახსენე რომ რამოდენიმე კვირის წინ გასინჯე ძალიან დაძველებული თავკერი და ამბობენ რომ შესანიშნავია მე ხო მე არ გამისინჯავს ეს და მე მაგ რამდენიმე ბოთლი და ვინახავ და წელიწადში ერთ ხსნი და აი 10 წლის თავზე რომ გავხსნი ნახოთ როგორ შედეგს მოგცემს. ძალიან საინტერესო ღვინო. იცი რა, პოტენციურად ეხლა რო ვილაპარაკოთ, რადგან აქ ნატურალურ ღვინოებს ვსვამთ ხოლმე, ბუნებრივ ღვინოებს რადგან ესეთი კარგი თავკვერია, ჩემი აზრით შეიძლება ეს იყოს რევაზიშვილის მარნის, შეიძლება ვწდები, მაგრამ უფრო მგონია გიორგი რევაზიშვილის მარნის, თუმცა მე ბოლოში ვნახოთ. თუ ეგ ბოლოში ვნახოთ ეგ ამბავი. სად არის რევაზიშვილის მარანი? ნამყოფიც ვარ, ძალიან კარგ ადგილას არის, ეს ატენის ხეობას ეძახიან. შესანიშნავია ნახე აქ ნაწილი ძალიან დიდი ხნის ეს მაღლარს რო ეძახი, ტალავერს რო ეძახი მაღლარია, ნაწილი არ არის მაღლარზე და ისია და ნაწილი ახალშენიცა აქ. და გადასარო გარემოში აქვს ესე რომ. აი ბოლოში ვნახოთ ეგ არის თუ? ხო. ხო, შეიძლება ვწდები ხო, მაგრამ არ მგონია რომ შეიძლება ეს იყოს. გემოც მახსოვს იქ ღვინოები რაც დამილევია გამისინჯავს და რაღაც ხო იმას ვამგვანებ ძალიან და მაგიტო. კარგი, მოდი დავუბრუნდეთ ახლა სასჯელებს. სასჯელის მიზნებსაც შევეხოთ. დავუშვათ, გვაქვს დანაშაული, რომელიც ძალიან მკაფიოა. კლასიკური დანაშაული არ დავუშვათ მკვლელობა ან ქურდობა, ხო? 10 წლებაში ვერ როწერია. ჩაიდინა ადამიანმა როგორ სჯი. ხო, ცალკე ნაწილია პრინციპში. ხო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ როგორ იყო სასჯელები წარსულში. ეს იყო სხეულებრივი სასჯელები და ეს ასნიშნავს ახსნათ, ხო, აი ადამიანი თუ ადამიანს მკლავდა შეიძლებოდა კბილი-კბილის წინ ყოფილიყო და თვალის წინ ყოფილიყო, ხო? სხვა სწორედ ტალიონის პრინციპი. ანუ მან მოკლა, მეც უნდა მოკლა. და ეს იქნებოდა სასჯელი მისთვის. იმან ხელი დაუზიანო, მეც ხელს იმან ხელი კი ბატონო. ეს იყო კბილი-კბილის წინ. მე რაღაც მომენტში ხდება ამ სასჯელების, სხეულებრივი სასჯელების შეცვლა
და ეს ერთგვარ კომპენსირებადი საჭიროებით ესე ვთქვათ. ხო, რაც ერთი კაცის მოკლა 25 ხარი უნდა უზრუნველყოს მეორე. შეგლის ეპაში ვიწერია მაგაზე გიორგი ბრწყინვალის ტექსტი რაც არის ძროხები ოღონდ რა და იქ ძალიან ზუსტად არის ჩამოთვლილი ამაზე ამდენი ძროხა, ამაზე ამდენი თვალი დაუზიანა, ხელი დაუზიანა, ხელი მოსაჭრელი გაუხდა, მოკლა, ყველაფერი ძროხების ოდენობები არის გაწეული. კი, ანუ ეს არ ყავართ საქართველოში გავრცელებული, ეს იყო რაღაც უფრო ცივილიზებულია, მოდი ესე ვთქვათ, ვიდრე ხელი მოგჭრა და ხელი მოჭერი, უფრო ცივილიზებულია რომ დანაშაული მოხდა და მან ზღოს. რამდენად მოგწონს ეგ ამბავი? მომწონს რასთან შედარებით, ყველაფერი შედარებით. თუ ხარ, დაუშვათ, შენ გერჩივნება რომ იმან რაღაცა წლები გაატაროს ციხეში თუ რო ადგელა მოკლა. აი ეგ არის ზუსტად განსხვავება, რასაც ვამბობდი, რომ შენ სამართალში დღეს ჯიან არა იმიტომ, რომ შენ დაზიანდი მარტო, არამედ იმიტომ, რომ წესები დაარღვია. ანუ შენ შეიძლება დაისაჯო იმისთვისაც, რომელსაც ზიანი არავისთვის გამოუწვევია, ესეთი ქმედებითვისაც დღეს. და წარსულში ижებოდი მხოლოდ მაშინ, თუ კი ვიღაცას ზიანს მიაყენებდი. ეგ არის არსებითი განსხვავება. ხო, ამიტომ სამოქალაქო სარჩელი დღესაც შეგიძლია ზიანის ანაზღაურებაზე მიმართო. ანუ ეს არის არა სასჯელი სინამდვილეში შე რო 25 ძროხას მიუყვან ადამიანს, არამედ ზიანის ანაზღაურება, რომელიც შენ გამოიწვია, ანუ კალკულაცია, რომელსაც ხო, ესე დავარქოთ, ანუ სამი რამე ნაზღაურდება, ხო, ესე ვთქვათ, ამ კომპენსირებით ეს არის მორალური ზიანი, მატერიალური ზიანი და ჯანმრთელობის ზიანი, ხო, ეს სამი რამ შეიძლება იყოს ანაზღაურებარი, ხო? ამიტომ ეს ზიანის ანაზღაურება თავად საჯელი არ არის თქვა მას ვიძახი რა. ეს არის უბრალოდ რაც ადამიანს წართვის დაუბრუნებს. ეგ არის სამოქალაქოში რასაც ამბობ. ხო და აი მაშინაც როცა ეგ იყო თქო მაგას ვიძახი. ანუ ადამიანის სიცოცხლე ფასდებოდა პირობითად არ მახსოვს ახლა ეს ოდენობა საქონლის. 25 ძროხად, ეგ ნიშნავდა რომ სიცოცხლეს 25 ძროხა და არა შენიშჭები. არამედ შენ უბრალოდ წინასწარად შეგიძლია თქო რომ აგერ 25 ძროხა მოხდა და წავალ ახლა იმას მოუკლა. ხო, ეგ არ არის სწორი ამბავი თქო მაგას ვიძახი რა. ხო, თუმცა უფრო ჰუმანურია ვიდრე მანამდე არსებული წესები იყო, ამ ტალიონის პრინციპს გულისხმობთ და რაღაც სამართალი ცოტა სხვა რელსებზე გადაყავს ესე ვთქვათ, ხო? დღეს საჯელს აქვს სამი მიზანი, როგორც ამბობ, ნუ კანონში ესე წერია და სამი კანონისმიერი მიზანი. ხო, ესე დავარქვათ, თუმცა შეიძლება იყოს საკამათო ეს მიზნები არის, საკმარისი არ არის, სხვა რამე უნდა არსებობდეს. მე ამას ჩამოვთვლი და მე მოდით თელ მადიანზე გავშალოთ დისკუსია და თუ რამე დასამატებელია დავამატოთ, თუ რამე ამოსაკლები ამოვაკლოთ. პირველი ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ხო? ანუ არა დაზარალებულმა ან პოტენციურმა დაზარალებულმა ან მისმა უფლებამონაცვლემ არამედ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ სამართალი აღსრულდა. და ამას ეს არის კავშირში მათ შორის სხვა საკითხებთანაც ეს განაჩენთა საჯაროობა და ასე შემდგომ, რომელზეც შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, ხო? მე განხილვას არ გულისხმობ, განაჩენს გულისხმობ მათ შორის. მეორე, ეს არის დამნაშავის ხელახალი აღზრდა ან რესოციალიზაცია, როგორც ეძახდნენ. ხო, ანუ პირმა მის დანაშაული ჩაიდინა, გაიაზროს ჯერ კარგად დასაბუთებული განაჩენით. რა გააფუჭა, ეს გაიაზროს და მერე ამის გამო რაღაც ისეთი სასჯელი დაენიშნოს, რომელიც მას შეაგნებინებს მისი ქმედების ცუდ ხასიათს, ესე რომ ვთქვათ, ბილაც და შემდგომ როცა ამ სასჯელის მოხდა დასრულდება, ან აღსრულება დასრულდება შეიძლება სხვა სახის სასჯელი იყოს, არ იყოს თავშეების აკვეთა, ის დაბრუნდეს უკან საზოგადოებაში და გააგრძელოს ცხოვრება. და მესამე ეს არის პრევენცია. ხო, აი ეხლა კობახიძე მახსენა პრევენციის დავიჭირეთ, უბრალოდ კობახიძე იქ შეცდა, მე მგონი დღეს ამ საუბრის დროს, რომ პრევენცია უკვე სასჯელის მიზანია და არა ადამიანისადმი საქმის აღძვრის და ეგეც უნდა იყოს გასაგები, ხო? პრევენციაზეც რო თქვათ, პრინციპში პრევენცია გულისხმობს რას, რომ ხო მე როგორ მესმის და მე შევცვალოთ თუ რამე, ხო? პრევენცია გულისხმობს, რომ ერთი თავად იცოდეს, რომ იგივეს თუ გააკეთებს, ყველა მოუწევს პასუხისგება, ინდივიდუალური პრევენცია და მეორე საზოგადოებამ იცოდეს, მაგალითად ნუშად, რომ ასეთი ქმედებისთვის ადამიანები აესე დაიჭირება. ხო, ეგ არის ზოგადი პოზიტიური პრევენცია. ნეგატიური არის რაც კობახიძემ თქვა და რაც ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში არის აკრძალული. ეს ნიშნავს ერთი ადამიანის, აი როგორ ვთქვათ, სანიმუშოდ დაჭერას და ხოლო დაჭერას კი პრინციპში საჩვენებლად დასჯას, იმისთვის რომ ხელს გაეგზავნოთ სიგნალი, რომ აი იმ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება.
ამ შემთხვევაში ეს ადამიანი გადაიქცევა არა სამართლის სუბიექტად, არამედ სამართლის ობიექტად, რაღაცა საგნად, რომელსაც იყენებს ხვების საჩვენებლად და ეს არის ღირსების შემონახავი. ამიტომ აკრძალულია და წესიერ ქვეყანაში ხო, პრინციპში აი მარტო ეს იქნება საფუძველი კრიზისისთვის, კი, მისი რაღაცა ხელისუფლებისთვის. პრინციპში ეგ ეს ამ ყველა მიზანს რაც ჩამოთვალე ხო, თავისი რაღაცა მიმდინარეობები და სკოლები აქვს და ერთმანეთს ეჩხუბებიან ხოლმე ხო, რა არის უმთავრესი პრინციპი, რომელთაც მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს სასჯელის დანიშვნის დროს. კიდევ ერთი რომელიც ეგ განვახსენეთ დურქაიმის გამო ეგ არის სკოლა რომელიც ამბობს რომ დანაშაული ესე იგი დურქაიმ ხო იმას ამბობს რომ დანაშაულის ჩადენა ხდება იმის გამო რომ ადამიანს საკმარისი ბმები აღარ აქვს საზოგადოებასთან რა და შესაბამისად სასჯელის მიზანი უნდა იყოს არა ადამიანის გამოსწორება რაღაცა მსგავსი, არამედ ადამიანის დაბრუნება ისე საზოგადოებაში, რომ ეს ბმები ხელახლა აიგოს და მოხდეს მისი მოკლედ ინტეგრაცია. ხო, რესოციალიზაცია იდეაში მაგას უნდა გულისხმობდეს. წესით კი, მაგრამ ჩვენ როგორც ესმით, იდეაში ეს სოციალიზაცია უფრო მეტად არის, რომ აი ადამიანი, რა ვიცი, ადამიანის პიროვნება გამოასწორონ. რასაც მიყვართ ძველ ამბებში ისე რომ აი ადამიანი ბუნებით აღარ იყოს რაღაცა ცუდი და ნეგატიური ამბებისკენ მიდრეკილი. ან ასევე როგორც ეს უფრო ადმინისტრაციას ესმის ხოლმე ადმინისტრაციულ გაგებას მართლმსაჯულების ეს ესმით რომ რაღაცა პროფესიაში ასწავლონ, ან რაღაცა ახალი უნარები ასწავლონ და ასე შემდეგ რომ მე თავი გაიტანოს და აი ხო ეგ ერთ-ერთი ფაქტორია ალბათ რომ ეკონომიკური უნარები, ეკონომიკური უზრუნველყოფისთვის გარკვეული უნარები არ მოუდუნდეს. შეიძლება ადამიანი იმდენი ხით აღმოჩნდეს საჯარისხლობით დაწესებულებაში, რომ გარეთ გამოსულმა ვეღარ შეძლოს ჩართვა ფერხულში, რომელიც საზოგადოებაში არის და ამაში არსებობდეს სპეციალური პროგრამები, ეგ თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ ეგ არ შველის მარტო აღებული რესოციალიზაციას. ჩვენთვის საინტერესო ასევე არის სასჯელის დანიშვნა როგორ ხდება რა. განსაკუთრებით რამდენიმე დანაშაული როცა არის ჩადენილი. ვინც არ იცის ჩვენ რამდენიმე დაუშვათ მე აქედან გავედი და ჯერ მკვლელობა ჩავიდინე, მე ვიღაცა გავქურდე, მე რაღაცა დავაყაჩაღე ბანკი, მე ავტობუსში ავარდი და ის გავიტანე. რაღაცები ჩავიდინე. სამი რამ არსებობს მოკლედ, ესე რომ. პირველი ეს არის შეკრებითობა. ანუ ყველა დანაშაულისთვის არსებული სათითაოდ შეიკრიბოს და შეიკრიბოს ჯამურად, რაც გამოგვიაღუნა, არ უნდა აღიმატებოდეს ლიმიტებს. და ამისთვის არის განაჩენთ ერთობლივ საჯარო ცალკე. კი ბატონო. მეორე ეს არის ნაწილობრივი შეკრებითობა და მესამე არის შთანთქვა. სრული შთანთქვა. კი, მოდი ახლა მოვუყვეთ ესენი ასეთი. ვინც არ იცის ჩვენთან 2013 წლამდე მუშაობდა სრული შეკრებითობის პრინციპი. ნუ 2005 წლიდან მოყოლებული თუ სწორად მახსოვს, ეს ნიშნავდა რას, რომ თუ მე გავიდოდი და ჩავიდენდი აი ამ რაღაცა 17 დანაშაულს, 17 დანაშაულისთვის რომ დაინიშნებოდა სასჯელი 1-ზე 2 წელი, 1-ზე 5 წელი, 1-ზე 7, შეიკრიბებოდა და ნუ ლიმიტი არის 30 წელი მაგაზე და 30 წელი დამენიშნებოდა. სასჯელთა ერთობლივობით. ხო, სასჯელთა ერთობლივობით. 2013 წელს ეგ შეიცვალა და შეიცვალა არა ნაწილობრივი შეკრებითობით, არამედ მანამდე არ ყოფილა ესეთი რამე ქონდა, უნდა და გამოიყენებ და უნდა ნაწილობრივი შეკრება. მანამდე მოსამართლეს შეეძლო შეეფასებინა რა, დაუშვათ სრულად შეკრებდა, ნაწილობრივ თუ საერთოდ არ შეკრებდა და ეხლა 2013 წლიდან მოყოლებული გვაქვს სრული შთანთქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ მე რო გავიდე ეხლა, ჩავიდე 17 სხვა დანაშაული, დაუშვათ მოვკალი სათითაოდ, რა ვიცი, 30 ადამიანი ერთიანი გაზრახვის გარეშე, აი ვისაც დავინახავდი იმათ ვესროდი, მე დავიშვები ერთი მკვლელობისთვის. მხოლოდ. ხო, აი მად ნახე რა არის 10-დან 15 წლამდე ადამიანმა თუ კი იცის, წარმოვიდგინოთ ახლა ადამიანი, რომელსაც ჩაიდინა დანაშაული, მაგალითად ყაჩაღობა, ხო, ჯგუფურად, შეღწევით და ამისთვის სასჯელი არის 12 წლამდე თუ სწორად მახსოვს შეიძლება ვწდები. მკვლელობა ყველაზე მარჯვენა 10-დან 15 წლამდე და მორჩა. არ მინდოდა მკვლელობა. კი ბატონო. გასაგები ასწავ. და ამის შემდგომ მაინც ის რომ ამას დაწყებულია გამოძება და ის ბრალდებულია ამ საქმეზე ეძებენ ძებნაზე. ამის მერე რამდენიც არ უნდა იქურდოს. თუ დაიჭერენ, მაინც მარტო ის სასჯელი დანიშნება, რაც ყაჩაღობაზე იყო გათვალისწინებული. და ეს არის არასწორი მიდგომა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ახალისებს, პოტენციურად ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადება. კი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მაინც ამდენი წლით ვიჯები და ამის ქვედა სასჯელიან დანაშაულებს რამდენჯერ ჩავიდენ დაჭერამდე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სხვა შორის, როცა სიკვდილით დასჯას აუქმებდნენ, მაშინ იყო ძალიან დისკუსია ამაზე.
უნდა იყოს სიკვდილით დასჯა, არ უნდა იყოს და იყოს შიშები საზოგადოებაში, აი ეს რო გაუქმდება, მე მოიმატებს დანაშაული, მე ნახეთ თქვენ რა იქნება. და კრიმინოლოგიაში მძიმე სასჯელები ავტომატურად დანიშნავს, რომ ის დანაშაული მცირდება. ხო, შეიძლება რაღაც მომენტში სასჯელის გაზდა მიქონიოს ეს გავლენა, მაგრამ ყოველთვის არ მოქმედებს. აი მაგალითად სტატისტიკით როგორც მახსოვს და სწორად ვიხსენებ, განახევდა იმ დანაშაულთა რაოდენობას სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდგომ, რისთვისაც სიკვდილით დასჯა გამოიყენებოდა საქართველოში. ეს ბევრი შეიძლება არ ახსოვოთ, სიკვდილით დასჯა ოფიციალურად გაუქმდა 2007 წლიდან კონსტიტუციით. მანამდე იყო სისხლის სამართლიდან შეჩერებული აღსრულება, ხო? კონსტიტუციაში შეწერა, რომ მისრულ გაუქმებამდე ანუ არ იყო გაუქმებული. ხო, ეს ძალიან დიდი ხანით არ გვაშორებს მაგდროს მოკეთ იმის გამო და სულ რაღაც 20 წლის წინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ადამიანი თეულად დაჟილიყოს. აი, მაგის ყველა საინტერესო ამბავი, ხო? პირიქით, ანუ დიდი დანაშაულები იდეაში საერთოდ არის კარგი, გარდა რიგი შემთხვევებისა. ხო, სასჯელები ბოდიში. და აი, მაგალითად რომ ვთქვათ, გაუპატიურება, რომელიც არის ყველაზე მძიმე დანაშაული ჩემთვის ყველობა, იმიტომ რომ ეს ვერაფერი ვეღარ გამოასწორებს რა, მაგრამ გაუპატიურება არის ყველაზე ისე დანაშაული, რომელსაც გამართლება ვერ იქნება. ანუ არ არსებობს ეს გამართლების საპატიო გარემოებები. მორჩა, ხო? ანუ მორალურად ყველაზე მძიმე დანაშაული, ესე ვთქვათ. გაუპატიურებისთვის თვითონ ფემინისტური ჯგუფები ამბობენ, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა, ანუ სადაც სიკვდილით დასჯა, ეგ არ უნდა იყოს. ეწინააღმდეგებიან მაგას. მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს გაუპატიურება არის მაგალითად არასწორნის მიმართ. რატო? იმიტომ რომ ამ გამაუპატიურებელს რომელსაც ძალა გამოიყენა, ხო, ანუ უმწეობა გამოიყენა, ჩაიდინა დანაშაული. თუ ისედაც ეუბნები, რომ შენ ყველაზე მძიმე დაგსჯი. რა გააკავებს იმისგან, რომ ის ქალი ან ბავშვი ან ასე შემდეგ არ მოკლას. ძალიან ჩვეულებრივ ადგილ პირიქით მაგით ამცირებს იმის შანსს, რომ ის საერთოდ დაიჭირო, ერთი ნაკლები მოწმე იქნება, ერთი ნაკლები მტკიცებულება იქნება და ასე შემდეგ. ანალოგიური ვითარება არის რამდენი სხვა დანაშაულთან დაკავშირებით და ეგ არის, რომ აი პოპულისტური მთავრობები რასაც აკეთებენ ქართული ოცნების გავსაც, რომლებაც ზუსტად ეს უვადოობა შემოიტანეს, ხო? ეგ არის, რომ ამბობენ, რომ აი ნახე ჩვენ როგორ ვებრძვით, მაგრები ვართ, ჩვენ ვართ ყველაზე მორალური ხალხი და წევენ. სასჯელის ზღვრებს, ისე თითქოს სასჯელის მაღალი ზომა განაპირობებს დანაშაულის. ადამიანს გონია ესე, რომ ლოგიკურად ხო ესეა, რომ თუ გაზარდეს სასჯელი, უნდა შემცირდეს დანაშაული. ეს ლოგიკა ესე ავტომატურად არ მოქმედებს. აი ეს რაციონალი. ეს ძალიან ძნელია დაარწმუნო ადამიანს. ამისთვის უნდა იყოს დასჯა სიკვდილით და აღარ იქნება. სტალინი უნდა. სტალინი წამოაყენა და მორჩა. სტალინმა ვინდა ხურიტა ჯერ გაიგე, მაგრამ გავანებო თავი რა, ეს რაციონალური თეორიის ხალხი წამოაყენა, ხა ისინი იტყოდნენ. და ნუ ნათქვამიც აქვს რომ დანაშაულს ამცირებს არა სასჯელის სიმაღლე, არა სასჯელის აუცილებლად რაღაცა განუსაზღვრელობა და უვადოობა და ასე შემდეგ, არამედ ამცირებს სასჯელის გარდაუვალობა. რაც იმას და მყისიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა იცის რომ აუცილებლად ის დაისჯება, რომ მას იპოვნიან და ასე შემდეგ, აი ამის გამო შეიძლება თქვას უარი დანაშაულზე და არა იმის გამო, რომ რაღაცა აი მაგალითად თუ ადგება და მოკლავს და ასე გადაწყვეტს ფიქრობას და მაინც იცის რომ მარტო ერთი დანაშაულის უნდა დაისაჯოს, რაც არის ეს რაც გვიწერია ეხა კანონში სრული შთანთქმის პრინციპი, ხო? რატო არ გააკეთებს მაგ ყველაფერს? ეხლა მოდი ერთი საკითხი და მეგონი ნელა წავიდეთ შეჯამებისკენაც. შეიძლება თუ არა ადამიანები დაისაჯონ იმისთვის, რომ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს. მხოლოდ საკუთარ თავს. ეგ არის პრინციპში, რასაც ვთხოვ ყველა ჩემს სტუდენტს ამ სხვადასხვა საგანს ვასწავლე, აი მარტო ეგ დაიმახსოვროთ თუ გინდა სხვა არაფერი არ დაიმახსოვროთ თქო რა. იმიტომ რომ ყველა წელს რაღაცა პერიოდულად დაახლოებით აპრილ-მაისში არ ვიცი რატო ემთხვევა ხოლმე ესე, ვრცელდება ხოლმე ხელახლა ერთი და იგივე ლინკი ინტერნეტში და ერთი და იგივე სტატუსები იწერება და ასე შემდეგ, რომ აი თვითმკვლელობის მცდელობა ისჯება 500 ლარი, რა არის ჯება ხალხო. მე ვიპოვე ეგ თავის მეც ვიპოვე მე ვეძებ ჩვენო ვაი კოლეგამ ერთ-ერთმა მიცა ინტერვიუ და მე მეორე ვაი კოლეგა მეორებს ხოლმე და შეიძლება ესო და გონიათ რომ მართალია. და არა და ეგ არის ჩემთვის მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა არის მე თუ ვარ ჩემი თავის ნამდვილი მფლობელი, ნამდვილი უფალი ჩემი თავის, ეგ ნიშნავს იმას რომ ჩემს თავს რასაც მინდა. ხო, მოდი არ შევეხოთ მაგას თვითმკვლელობას. აი მაგალითად ავიღოთ ნარკოტიკები შეიძლება, ალკოჰოლი შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ნარკოტიკების მოხმარება. ხო. ადამიანი არის საკუთარ სახლში და მოიხმარს ნარკოტიკს. კი, პერიოდულად. ხო, მარტო ცხოვრობს, ან ბავშვს ახდენს გავლენას არც არავიზე
და მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს. შეიძლება გურიაში არის ეს ადამიანი, თბილისში არის გურიაში, აი მაღალმთიან სოფელში მეზობელი არ აქვს არავინ, იმიტომ რომ დაცილია ჩვენი სოფელი მოგეხსენება და იქვე აქვს რაღაცა შიგა, მოკლედ შიგნით, სახლის შიგნით გარეთ და მიტოვებულად არა, შიგნით აქვს ქოთანი, რომელშიც მოყავს დაუშვათ მარიხუანი. ხო, აი ქოთნის ქონა და მარიხუანის ქონა შეიძლება თქვან ვიღაცამ თვითდიოდენობა რომ ქმნის რისკს რომ გაყიდოს რაღაცა. ქოთანი ერთიც არის ხო? გავიგე. ოღონდ მე გეუბნები რომ დავანებოთ მაგას თავი აქვს თუ არა ქოთანი. მე საუბრობ რომ ადამიანმა მოიხმარა ნარკოტიკი. და პოლიცია მოსთხოვა ანალიზზე წასვლა. დაფიქსირდა რომ კი მას მოხმარებული აქვს ნარკოტიკი თქვათ. ოღონდ ეს არ ჩანს რომ ეხა თრობა იყო თუ გუშინ წინ მოიხმარა. შეიძლება თუ რამის ადამიანი ისჭებოდა. აი ეგ ფიქსირდება ხოლმე წესით ეს კლინიკურ არ და ექსპერტიზას როცა უტარებენ რა, მაგრამ გამორიცხული არ შეიძლება. ხო, არ აქვს მნიშვნელობა მაგას, ანუ გამორიცხული არ შეიძლება მაგის გამო ადამიანის ციხეში გაშვება. და რატომ ჩვენ ხო ვიცით რომ ეხლა ოპონდრებას გავწევ რომ მამანი გეტყოდა რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არის ასოციალური ქცევა მამია ჯანმრთელობისთვის გადაწვას გაყიდოს რაღაცა ბევრი რამე შეიძლება გააკეთოს თავისთავად სხვაზიანი მიაყენოს არა ყველა ნარკოტიკზე ესე ფიქრობ მოხმარებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ხო მაგრამ ჩვენ ხო ამბობთ რომ ნარკოტიკის მოხმარება იმიტომ არ უნდა ისჭებოდეს რომ ადამიანს კონდეს თავისუფლება თავად გადაწყვიტოს როგორ მოექცევა საკუთარ თავს მაგრამ თუ კი ის მოიხმარს ნარკოტიკს, რომელსაც ადიქცია აქვს, დამოკიდებულებას იწვევს. აი კრაკაძილს მაგალითად. აა ჰეროინს რა ვიცი ყველაზე ესეთი მაგალითი აქვს. ჰეროინი იყო. ანუ ეს კრაკადილი, ანუ იგივე დეზომორფინი იყო. იმიტომ თქვი რომ საკონსტიტუციოსაც აქვს მაგას გადაწყვეტილება. ნახე რაც ვიძახი. ნო, არა, ამფეტამინების ჯგუფი ავიღოთ, მეტამფეტამინზე. კი ბატონო, ხო. ავიღოთ, მოიხმარა და უკვე არის ადიქცია. ანუ თუ არ მოიხმარს, არის ცუდად. კი. და მას რჩება კვლავ თავისუფლება რომ აღარ მოიხმაროს. გასაგები არის თავის გონზე ხო არ ამბობს უარს. აბსოლუტურად გასაგები. ჩვენ ეს კითხვა არსებობს. ხო, კი, აბსოლუტურად ვალიდური კითხვაა, მით უმეტეს თუ ადამიანს რაღაცა წინები არ წაუგისხოს და ასე შემდეგ. ხო, და მით უმეტეს თუ ჩვენი ქვეყნის წარსულიდან გამომდინარე ხედავს რა შეიძლება დამართოს თავის კი და თავის ოჯახს და გარშემოყოფებს და მეგობრებს. ნუ გარშემოყოფებს ახლა პასუხს არ აგებს სამართლებრივად. ნუ მაინც ოჯახზე ესე თქვა, ბავშვი ყავს დაუშვათ, ხო? შემოგვიყვება ბავშვზე რა შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც ფინანსური და ისე მორალური და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ თუ ვიტყვით რომ მოხმარების გამო ანუ ადამიანის სხეულში რაც შედის. როცა უკვე თეორიული შანსიც კი აღარ არსებობს, რომ აი ქოთანზე ვიღაცა შეიძლება შეიპაროს და წაიღოს. მოიხმარა ადამიანი მის სხეულში, ამის იქით ვეღარ წავა. ხო, ამის გამო ადამიანს თუ დავსჯით, მით უმეტეს ციხით. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ადამიანს ვუყურებთ როგორც საგანს, კიდევ ერთხელ, როგორც ობიექტს, რომელსაც უნდა მოვეპყრათ რაღაცნაირად, იმისთვის რომ მე იმის შვილმა ასე რაღაც შემდეგ საზოგადოებამ ფართო გაგებით იგივე ქცევა აღარ ჩაიდნოს. ეს არის ამ ადამიანის ღირსების შელახვა. დასაჯე ეს ადამიანი ნარკოტიკის ფლობის, ნარკოტიკის გასაღების, ნარკოტიკის ტრანსპორტირების ყველაფრის გამო, მაგრამ მოხმარების გამო არ შეიძლება. მე ორსაკეთად მივიდივართ, რომ ეგ უფრო არ ლოგიკურია ჩემი აზრით, თუ კი მოხმარების გამო არ სჭი ადამიანს და მე მჯერა ამის რომ არ უნდა დასაჯო ადამიანი, მით უმეტეს მოხმარების გამო, ხო, მით უმეტეს სამართლის წესით, მაგრამ თუ შენ ადამიანს ეუბნები რომ მოხმარების გამო არ უნდა დაისაჯო, მაშინ რასაც ის მოიხმარს იმის ქონის გამოც არ უნდა დაისაჯოს. ან უნდა არსებობდეს ლეგალური გზა რომ მოიხმაროს. ორი განსხვავებული შემთხვევაა, როცა ადამიანს აქვს რაღაც ნივთიერება, გინა ჯიბეში იყოს, გინა სახლში და გინა მანქანაში, ყოველთვის არსებობს თუნდაც აბსტრაქტული რისკი იმისა, რომ იქ ვიღაცა სხვა შევიდეს, მოიპაროს და იმან მოიხმაროს. ან გავრცელების აბსტრაქტული სხვა თუ იპარავს რაღაცას, ამაზე ეს პასუხს ვერ აგებს. აგებს, არა, რატო? იარაღი რო ქონდეს ლეგიტიმურად სახლში და ვიღაცა მოგპაროს. ხო. ოღონდ სწორად ქონდეს შენახული და მოგპაროს და რამე სეიფში თუ გიდეს ვერ უნდა მოიპაროს წესი. არა, ხო, არა, სეიფში უნდა გედოს, ეგ არის წესი. სეიფში კი არა, კაცო, სეიფი ანა მოიპარავენ თუ მოინდომებენ ხა. ხო, ანუ მე ვიძახი რომ მე იმას კი არ ვიძახი რომ თუ ეს ადამიანი შექმნის საფრთხეს მისი გავრცელების არა, ადამიანს არ შეიძლება მიხვდი სადაც მიდიხარ.
სახელმწიფო როცა ხარ, სახელმწიფო უყურებ შენ რაღაცა ზიანების შემცირებას, გაზრდას და ასე შემდეგ, ხო? მე ძალიან უტილიტარისტი ვიქნებოდი ამ შემთხვევაში, მინიმალური ტანჯვა, მინიმალური ოდენობის ადამიანისთვის, მაქსიმალური კეთილდღეობა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის. ამისთვის მე მჭირდება, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან მქონდეს რაღაცები ამოღებული. ამოღებული მქონდეს ტანკები და რაღაცა ესეთი შეიარაღება, იმიტომ რომ დასწრებენ ერთმანეთს, სავარაუდოდ არ ვიცით, მაგრამ არსებობს ეგეთი შეხედულება. ამოღებული მქონდეს საშიში შხამები და ნივთიერებები, რომელთაც ერთმანეთს შეიძლება ასევე დახოცონ და ამოღებული მქონდეს მათ შორის ნარკოტიკებიც. რომელი და რამდენი ამაზე არ შევალ, მაგრამ მოდი ერთ ქვაბში ჩავყაროთ ყველა ამ შემთხვევაში, ხო? უნდა ამოვიღო იმიტომ, რომ ის შეიძლება დავუშვათ, გასინჯოს ჰეროინი თუნდაც არც უწოვანმა და მორჩა მე იმისი ამბავი, ხო? აი გოგონი აღარ იქნება და ასე შემდეგ. ამისთვის მე მჭირდება რომ თუნდაც აბსტრაქტული რისკი, რომელიც არსებობს ამ ნივთიერებების გავრცელების, ნულამდე დავიყვანო. და ნულამდე ეს რისკი დადის ორ შემთხვევაში. ერთი, თუ ეს ნივთიერება ფიზიკურად აღარ არსებობს, ანუ უბრალოდ ქვეყანაში აღარ არის, აღარავინ აღარ ამზადებს ასე შემდეგ და მეორე, შეიძლება არსებობდა, მაგრამ უკვე ადამიანის ორგანიზმშია. იცი რა არის? მეორე შემთხვევაში ამიტომ აღარ ვშ. მოხარის გამო ამიტომ აღარ ვშ. მაგრამ სანამ ამ ადამიანს ეს ნივთიერება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკი დაკარგება ამის გამო ციხეში არ ჩავსვამთ და იმ ადამიანს რომ მოიხმარა მაგის გამო ციხეში არ ჩავსვამთ, თვითონ ნივთიერებაა ჩემთვის პრობლემა და არა ეს ადამიანი. ამიტომ ნარკოტიკის თავდაპირველ მფლობელს, ვისაც მოპარეს სახლიდან ეს ნარკოტიკი, იმას მე არ ვსჯი, მაგრამ თვითონ ამ ნარკოტიკის ფლობას, როგორც დანაშაულს, გინა პირველი დავიჭირო მაგ დროს და გინა ვინც მოიპარა ის ადამიანი, დავსჯი, იმიტომ რომ აბსტრაქტული რისკი არსებობს, რომ ეს ნარკოტიკი იქნას მოხმარება. ხო, აი მათ კითხვა ეგ არის, რომ პოტენციური საფრთხე კი არ არსებობს, აბსტრაქტული საფრთხე არსებობს და რამდენად სწორი და ლოგიკურია, რომ აბსტრაქტული საფრთხეების გამო იყოს დაჯერება. მაგურ ტერმინთან დაკავშირებით, როცა ამ საკითხზე საუბრობთ, მე განსხვავებას საერთოდ პოტენციური არის, როდესაც არა, ეგ გასაგებია, მაგრამ არსებითად ერთია. ან პოტენციურად შეიძლება ახლავე მოხდეს, ანუ ყველა გარემოება ხელს უწყობს, აბსტრაქტულია, რომ რა ვიცი, შეიძლება ვიღაცას რაღაც ექნება. აი, მაგალითისთვის სისხლში გვაქვს ეგეთი რაღაცას, აი, განზრახვაზე რო ვლაპარაკობთ, არსებობს არაპირდაპირი განზრახვა და არსებობს გაუთხილებლობა რა, ანუ ერთ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობდა რომ შეიძლება რაღაცა მომხდარი იყო, მაგრამ ფიქრობდა შეიძლება არ მოხდესო და მეორე შემთხვევაში ფიქრობდა არაპირდაპირი განზრახვა იქნება, როდესაც მარტივად რო ახსნათ სახლის დაწვაა ჩემი მიზანი, მაგრამ ვიცი რომ სახლში რაღაც არის, რომელიც განადგურდება ასევე. ეგ მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა. მაგრამ არაპირდაპირი განზრახვა არის ესეთი, მე ვაგდებ სიგარეტს დავუშვათ და ვიცი რომ შეიძლება სახლი გადაიწვას, მაგრამ შეიძლება არც გადაიწვას, სულ ერთია ჩვენთვის რა მოხდება. გაუთხილება არის, როცა სიგარეტს ვაგდებ და ვფიქრობ, რომ წვიმა მოდის კაცო და არ ჩაქრება კაცო. და ამ ორ შემთხვევაში ეხა რა ხდება ჩვენთვის ქართულ სამართლის სისტემისთვის ეს ორი რაღაცა ქმნის აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას. ერთი არის განზრახი დანაშაული, მეორე გაუთხილებელი დანაშაული და ასე შემდეგ. ბრიტანეთში მაგალითად ერთია ეგორი რაღაცა, სულ ერთია და ანალოგიურ რაღაცას ვამბობ რა. პოტენციური იქნება თუ აბსტრაქტული, ჩვენთვის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სულ ერთია რა. ერთი და იგივე რაღაცა. მოდი ამ თემაზე მე მგონი ნარკოტიკების თემაზე ეხაც დისკუსია იყო საზოგადოებაში და შეიძლება მე მომავალში კიდევ ვისაუბროთ, უფრო სამართლებრივად ჩავიდეთ სიღრმეებში და სისხლში განსაკუთრებით რაც გააკეთეს ეს თავი რო დააბრუნეს, რაც არის აი მართლა ფაშისტური რაღაცაა ჩვენთვის სრულად გვირსების შემახველი, არ შეიძლება ადამიანი მისი ნების გარეშე, როცა რაღაცა არანებაყოფლობით არ იქვემდებარება, მაინც ამკურნალო კატეგორიულად. ხო, ნუ აქ საუბარი არის, ამას ოფიციალურ შეძლება დაჭირება მომავალში. მან საკითხი არის ესეთი, რომ ის რომ ნარკოდამოკიდებულება ცუდია და მავნებელი, ამას ყველაფერთან ხვდებით და ეს რო სენია საზოგადოების და დასამარცხებელია ეს საერთო, უბრალოდ საუბრობთ იმაზე, რომ გზა ეს ამარცხებს თუ არა ეს იმ პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც რეგულაციებს ქმნი და რამდენად შეიძლება იყოს ეს შეჭრილი ადამიანის თავისუფლების იმ ფარგლებში, რომელშიც შესვლის უფლებაც სახელმწიფოს არ უნდა ქონდეს. აი ამაზე ვსაუბრობ. კიდე ერთ, ანუ ნარკოტიკი მე თვითონ არსულს არ მომხმარია, ეს შემთხვევაში თუ არ ჩავთქვით, მეგობრის გამო არც 15 წელს თუ როცა იყო გავაკეთე, იმის მე აღარ ვსვდეს რა, მაგრამ ამ თავის დაბრუნება იზოლებით ნარკომანების კურნალობას რაც შეეხება არის სიგიჟე და არის ადამიანების ღირსების შელახვა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აი ამით
სისხლის კოდექსის მიზანი ხდება არა ქმედებების პრევენცია, რაც უნდა იყოს, ხო, დანაშაულების პრევენცია, არამედ დამნაშავის პიროვნული გამოსწორება, შეცვლა. ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო პრობლემად ხედავს არა ქმედებას, არამედ იმ ადამიანს და ეგ არ შეიძლება არსებობდეს ეს რეკორდი. კი, მე მგონი ნელ-ნელა შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა შეჯამებისგან წავიყვანოთ, აი ღვინოც ვნახოთ ახლა რომელია. მოდი დაგასპოილერებ და გეტყვი რომ მარანიც სწორად გამოიცანი აბსოლუტურად. კი, ეს არის რევაზიშვილის მარანი და ეს არის 2023 წლის თავკვე, ანუ ახალი ატენის ხეობიდან ნამდვილად როგორც შენ თქვი და ხო ძალიან სასიამოვნო. გიორგის ვიცნობ პირადად. კარგი ახალგაზრდა კაცია და ძალიან კარგი გუნდია თავკვე განსაკუთრებული აქვს ნამდვილად. ესე რომ მადლობა შენ ამ ღვინის შერჩევისთვის. ესე იგი სანამ არ მოიტანხმდოს რომელსაც ვერ გამოვიცნობთ. ხო. მანამდე გავაგზავნე. გავაგზავნოთ აუცილებლად. მოკლედ დასრულდა ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის ჩაწერა. მე მგონი საინტერესო საკითხებზე ვიმსჯელეთ და იმედი გვაქვს ეს საუბარი არა მარტო რიგით ჩვენელს გამოადგება, არამედ შეიძლება ბევრი სამართლით დაინტერესებული ადამიანისთვისაც ერთგვარი მგზამკვლევი იყოს. ამით ჩვენ რაღაც პატარა შესვენებაზე გავდივართ აგვისტოში და სექტემბრიდან უკვე აქტიურად დავბრუნდებით ჩვენი პოდკასტით თავისუფალი მაგი და კიდევ ერთხელ მადლობა ვინც ამ სეზონს თვალი გვადევნა და ჩვენი ყურება შეგეძლიათ ყოველ პარასკევს 22 საათზე YouTube არხზე მისმინე, რომლის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა. მადლობა. კარგი დასვენება ჩვენ.